გამარჯობა შენი და გამარჯობა მაყურებელს. შეხარა გაცმა დაიწყო უკვე? აბა შენა გიყვარდა. ეს მარტივად იწყება ეს გადაცემა. ჩვენთან შეიძლება ყველაფერი. თელი მუღამი. მეტად შეიძლება შუაში რეჟიმა. მოკლედ. თელი მუღამი გადაცემა ის არის რომ ბიჭო არა ერთი წამი. უკვე აი პირველი სტუმარია და უკვე ჩამიგდო გადაცემა. ადამიანის მე ორშაბათოვიდან ვიცი რომ ყურსასმენში როზის და ხო. უსმენს გადაცემას ხა ეს რო ესმის თუმცა მე კალასავით საიზღა დავჭამ. კალა ბევრად საიზღა. თქვენ სპანელი გადაცემა გაქვთ. გასულაშია სპანელი გადაცემა ყურში მაინც ადამიანს მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა არხსამარილეზე და ეს არის მისაყოლებელი პოდკასტი. ყველაზე ალალი პოდკასტი უნდა გქონდეს და ძმაკაცური რა და ვინ იქნებოდა პირველი სტუმარი თუ არა რატო ბაციკაც. ბატონი ვარ არის ფოტოშოპი. ამე უფრო მეც ხა ძმაკაცი ვარ თქვენი, მაგრამ კალა უფრო ძმაკაცი არის. კალა მაინც ბავშვობიდან რაღაცა. კალა მოარი გითხრა და მე შედაგერე. რა ვიცით რომ ლუდის დალევა შეიძლება და შენ გაგვახსენე. მაგიტომაც არის სვამე ხლა მესამე ბაკალია უკვე ის ორი დავცალე და. მიქენი ბიჭო არა და ტიპმა ყველი უნდა ამოვიდო. კაი დატო ეხლა მე თუ გადაუდებელია მეთქი და მაგიტო ვერ დალევ თქო ნუ ჯანდაბას. ხასიათზე არ ვარო. ხასიათზე ვარ თქო ამეთქო სუდად ვარ მეთქი შეჩემ. ხასიათზე ვარ არა. ვერ ვარ რაღაც კარგად და მაინც მოვედი. და მადლობის მაგიერია. რა გეტყობა შეჭდა. მე არ მეტყობა ხოლმე სუდად ვარ, იმიტომ რომ ვერს განასხვავებ და არ წუწუნებ პროცესს სუდად. მიხვდ იმისა რომ ისე წუწუნება ხასიათებს ხოლმე რაღაცებზე. სუდად ვარ მაშინ იშვიათად. მოხალიბდი. მეჭო არა კამერის წინ ხანდახან ესე გადაობის მაშინ წუწუნებ ხოლმე, მაგრამ ზოგ ცხოვრებაში კამერა რო გათიშულია, წუწუნი იმაზე არ მშვებია რო აი დაცვალე ვაიმე. და ცხოვრების ოცნება ვაფშე რო იცოდეთ. აბა? რამდენი წელია სოტნე სვავს, რამდენი წელია შრომობს ამისთვის, რომ აი ყველანაირი ღვაწლი ჩადო რაც კი შეეძლო. რამდენი წელია 18-დან თუ 17-დან. ბიჭო არა, აქტიური აქტიური ლუდის გავხდი მაინც უნივერსიტეტის პერიოდში რა. მე ოჯერ ჯარგავი არის. ანუ 20 ვინდა გრუპა რესტორანში მუშაობა. აჰა. ბარმენაში. ბარმენად მენეჯერი ყველა ფუნქცია. 10-12 წელია დაახლოებით მაგშუალეთში, აი ამას ელოდება რომ პოდკასტი გაგაცნო, სადაც დალევს. ბიჭო არა ხო? უნიმიტო ექნება. კაცმა მოახერხა და საბოლოო ჯამში სასმელი აქცია თავის კარიერად. ბევრს არ გამოსულია. იგივე უნდა დავწერო მაგას. ბევრს არ გამოსულია ეგეთი რაღაც ხო? აი, მაგარი არის ძმა. ბევრს არ ლუდისას ამბასადორი და რაც ანუ აი დაახლოებით მე იმაზე ეს არის დაახლოებით ჩემი ისტორიაც არის მიახლოვებით რა მხრივ ხან ახლა ბავშვობაში რაღაცა 1000 იდიოტობით რო ვინტერესდებოდი საფეხბურთო ამბებში რა და რო ვიხეხებოდი რაღაცებს რო კითხულობდი ან რაღაც იდიოტურ თამაშებს რო უყურებდი რაღაცებს რო მამახსოვრდებოდა და გამომადგა ხო საბოლოო ჯამში რაღაცებს მოვიგე პროფესიად გავიჩინე რა ეგრეა შენ ეს 40-ის რო იქნება მე ნახე ვაფშე აბა მე მქონდა ორი ვარიანტი მე მქონდა ორი ვარიანტი ან მსახიობობა მინდოდა ო ალბათობა და ორივე გამოგივიდა ხო ბაზარია რა მინდა მსახიობი რა ხარ ხო ესეთი ჯმაოს სკეჩები რო გადავიღეთ მაგრამ მაინც რა თქო სკეჩები რო გადავიღეთ გაქებს ხალხი და სოტნე რაკან მსახიობი ყოფილა და რაღაცები ხო არა ძირითადად მსახიობი საქართველოს არის ხოლმე უფრო საქართველოს ლოთი უნდა იყოს ანუ წარმატებული მსახიობი ვიქნებოდი. ხო, წარმატებული ლოთი. წარმატებული ლოთი მსახიობი. ხო, მსახიობებზე თემატურად შევეხეთ, იმიტომ რომ ჩვენთან კი არის ალალი და ძმაკაცური, მაგრამ პოდკასტი იქნება როგორც სტილში იცი, ანუ ჩვენი ბოლო კვირის მოვლენები რაც იქნება აქტუალური. იმას განვიხილავთ ხოლმე რა, ძირითადად რა და ეგ იქნება მთელი შინაარსი რა პოდკასტის. რა თქმა უნდა, ცალკე კიდე გადმოხვევა რაღაცა არანაირი პრობლემა არ არის და პირველ თემას შემოვაგდებ. აი. და ნუ დაიზაბე. არა, დაიზაბე, ველოდე просто პირველი თემა რა არის. რაღაც პირველ თემას შემოვაგდებ, მომზადებული ნოვიყო. პირველი თემა არის ფიფქია და 7 ჯუჯა. გაგიკვირდება და მართლა ეგ არის პირველი თემა. აუ ისა რომელიც არის როცა გადაღებული 30-იანებში ხო? მე მგონი ეს პირველი მე მგონი სრულმეტრაჟიანი ერთ პირველი დისნეის ერთ პირველი მულტფილმი არის კი? ხო, დაჟე მე მგონი პირველია. არა, პირველი არა, პირველი არის ფანტაზია. სრულმეტრაჟიანი? პირველი არის ფანტაზია კი. ოკეი. ნუ აი ხედავ გამოსულა დისნეის ფანტაზია ეგრე ქვია მულტფილმი. აი ჩონჩხები ოცაკოვანი. სასაფლაოს ჩონჩხები ოცაკოვანი რა გქონდა? შენ პრემიერაზე იყავი ალბათ ხო? ოკეი. ბოლტმა დამპატიჟა პირადად თვითონ 3 წლის მერე გამოვიდა ფანტაზია. მოუგეო პირველ ცხოვრებაში ტატოს ვაჯობე რაღაცაში ეს თავის მოედანზე არის მაგარი შეჭება და გამოვიდა იქიდან. ფეხბურთები. მიდი რა ფეხბურთზე ილაპარაკე რა, ჩემო ძმაო რა, მიხედე რა. ანაირად ბიჭო. აბა ფანტაზია რა შემეყლეა.
აშ სხვა რაღაცა ქვია. შეიძლება მეორე ნაწილია შეჭრილი. ჩონჩხებიც ეკავენ მაგას რა ქვია? შეიძლება ფანტაზია ამერია, სახელი ამერია შეიძლება. გნაღდა დისნეის არის? დაწუნებული ხარ მაგაში? ჩონჩხებიც ეკავენ სასაფლაოზე თუ. აუ, ჩონჩხები როცა Walt Disney-მ თუ ეგ გადაიღო არის ჩონჩხი გააკეთა რა. ეგრე პირდაპირ dancing. სასაფლაოზე, ბავშვები. ჩონჩხი როგორ სკილეტ. 1929 წელი Skeleton Dance. ო 1929 არის 6 წუთიანი. ო მოკლეა, ხო, 6 წუთიანია. აბა რატომ ეს ამაში ამერია? ანუ მაგრამ ეს არ ყოფილა პირველი, იმიტომ რომ მანამდე ის არის, რა ქვია. მიკი მაუსია მანამდე. კარგად განვიხილეთ. შევატყვე რომ აზე არ ხარ იმის, რა ქვია მაგას. Disney-ის შემოქმედების, მაგრამ სამაგეროთ ვიცი რომ ჩიპსი გიყვარს შენ. აბოზარო შენ. პასუხი გამეცი გიყვარს. გადაცემაა შენი და იასნი არ მომზადებული ხარ, ეხლა იმავე თქვა. ფიფი მომზადებული 27-იო. საიდან იწოდა? არ ნახა? არა, ადრე კვიზში გქონდა ეგის და მართლა? და დაგამახსოვრდა შეჩემა? მეც მაგედან მახსოვს. მეც მაგედან მახსოვს. აი კვიზი გადავ ხო და გამოგეკეთე. ჩიპსი ხო გევასება შენ ძმა. ჩიპსი ზოგადად ისე ინატარა ეს მევასება. შენი რეკლამა იყო იდეალური ლუდისასი. ორშაბათობაზე რომ გამოვედი იმისთვის რომ მე უნდა მეთქვა რომ რაღაცა ლუდისა შეიძინეთ რაღაცა და შენი რეკლამა იყო შენმა დაგლიჯა მაინც რა შენმა ბაზარმა. და დავიგინე ბოლოს. რა ეგ იყო გენიალური. მაგარია ეგრე არ მithქვამს თქო მე ვთქვი რომ ამას იმიტომ არ ვამბობ თქო რომ სპონსორად გქონდა მართლა არ ძალიან გემრიელია. არ მახსოვს მე იმაში. შენ არ იყავი მაგ დღეს? მაგალითად ბოლო გადაცემაში ოთარა რო ყავდა სტუმრად საბაშვილი რო შეჭამა ისიც იმას ხნა. ხო გაუს ანუ ყველას მოეწონა მინს გასინჯო ყველას მოეწონა და ამ გადაცემის წარმდგენი არის გაგრას ლუდისაც მაო. მართლა? ხო. არ გადამგე. გაგიკვირდებოდა. ხო და ლუდისა შეგიძლია შეიძინოთ ლუდის მაღაზიებში და სულ ცოტა ხანში და უკვე ეს ვიდეო რო დაიდება ალბათ სპარში და დეილიშიც იქნება თაროებზე ლუდისა წარმოდგენილი. მიბზანდით, შეიძინეთ, გასინჯეთ, ჩამიგდეთ სურათები პირადში რო ლუდისას ჭამთ და გეტყვით მადლობა. ძალიან გამიხარდა რომ ის არის. ცოლადი ჯილდო ჯერჯერობით არ მომიწევს ჩალენჯი იმაზე რომ ოფისიდან წავიღო ხოლმე. იქვე, გაიგე. აღარ ჭირო და მარტო ლურჯები იყო დარჩენილი. მაგაზე ხო მწვანე მიყვარს. ეს საჭირო ადამიანს უთხარი და მოიტანენ ახალ. მე მწვანე მიყვარს მაინც. ხალხს ანიშნებ იქით რომ არის ოფისი. მწვანე ორი ყუთი რო იყოს, თორე ერთი გავატანოთ. არა, მაგდენი არ მინდა რაც ხა უბედურება. ხო უნდა იყოს ხა ადგილზე კალხი ჭამს მე მოდის ვიღაცებ გაცოცხლებულზე. ხარი ახალს. ერთი მწვანე არ იყოს. არა მწვანე. შენი იყოს. არა ამას ამდენს ვერ წავიღებ ხა მან ერთი ორ მაღაზიაში აღარ შეიძლება. გავაყოლებ ხელს უკვე ჩვენ. აი ხო გადავიდეთ თემაზე რა ვთქვი თორე ესე ანუ ახალი ფიფქია. ხო ახალი სუნს რო გამოვიდეთ ის ის ტრეილერი მაგის. ტრეილერი? არა. აი რა უნდა იყოს ხა ტრეილერში ფიფქიასი რაც გავამაყლებებს. მე ვიჭო CGI მოდელები არის ძალიან, მაგრამ ჯუჯების? ზოგადად ძალიან კარგია მთლიანად. ჯუჯები არიან, ხო? საშინელებაა. მე ყურება ვწავ. ყველაფერი, ანუ ტრეილერით დაწყებული, დამთავრებული თვითონ ფილმით. ტრეილერით საშინელებაა არანაირად. აი რო უყურებ ხვდები რომ აი რაღაცა მოიცა მულტფილმისგან დიდად განსხვავდება? რადიკალურად. რა პონჩი ჩემო ანუ რა ანუ შენ როგორ გონია ეხა ყველაზე წარმატებული და ნახვადი მულტფილმი არის ზოგადად ისტორიაში ალბათ ხო ხო და რატომ არ შეცვალო ფილმი გადაიღეს და ფილმის შედეგი არის რომ IMDb-ზე აქვს 1 და 6 1 და 6 რუმზე დაბალი შეფასება აქვს? ყველაფერზე დაბალი შეფასება აქვს მე მგონი. ბიჭო რა ანუ ბევრი არ არის მაგაზე დაბალი იმით, მაგრამ რაღაცები 1-2-ით და რაღაცა ის, მაგრამ რუმს ამდენი ახლა. დებილობებშიც ყველაზე ქვევით არის. რუმი, ბიჭო, რუმი იმდენად ცუდია. რუმი საკულტო ფილმად იქცა მე, ხო? ეს უბრალოდ ცუდია რა. და რა ანუ სპოილერი კი გამოგივა ახლა, მაგრამ როგორ არის ეგრე რადიკალურად ანუ რა ხდება? ბოლოს ჯუჯა ხო არის? ბოლოს ვერაც ოცხლებს და ავაშომა დაგეცავს. მე ვაფშე ჩავძაბა. მე ვაფშე ჩავძაბა კოცნის მაგირო სხვა რაღაცებს ვიტყოდი მაგრამ. ბიჭო არა. არ გვინდა, კაი, მაგრამ და პორნოში გადავიდოდ. ვისმენე ისა, დაიწერწა, მაინტერესებს რა ვიდეოდი. არა, ხო და მაგას მიხდებოდა საით მივიდიოდ. მაგას გეუბნები. ანუ სიუჟეტზე ეგიცი ანეკდოტი იცი? რომელი? ცოლი რომ კომაში ყავს ტიპს. ნახოთ ანეკდოტია? ანეკდოტია, ცოლი ყავს კომაში რა და იქ მეუბნება რომ გავრჩება ბერი ღვიძებს რა, მაგრამ ერთი მეთოდი ვიციო და არ ვიციო რამდენადო იმუშავებსო რა. მაგრამ ნუ ისეთი ცოტა ისეთი მეთოდიაო, საკამათოა, მაგრამ რაღაც ექსპერიმენტები ჩაუტარებიათო რა. რა მეთოდიაო იქ იმოვლა. ორალური სექსისო რა და შეიძლება გამოვიღვიძოსო. და შევაქმარი. ცოდი რომ რაღაცა მაკეთკე წაიღებ და უიჭრებ. შევაქმარი ამ ცოლთან და ერთ 5 წუთს მერე გამოდის რა და ექიმო იხჩობაო.
და მარკეტინგი მიყავდა ფიფქიაზე ბაზარი. ხო და ანეკდოტები ხო თესლია და მე აი რატო რო გიყვება თავის საფირმო. ხო და რანაირად არის ისა რა ქვია შეცვლილი ეგრე რადიკალურად ხო და სცენარული პრობლემები გააჩნია ზოგადად, მაგრამ მაგის გარდა თავარი რა, პრობლემა რაც ყველა მაგას ამბობს და ყველა მაგას აღიარებს, რომ მსახიობი ვინც იყო ფიფქიას როლში, მაგის გამო შეიქმნა ეგ პრობლემები. შეიძლება. ერთის მხრივ ის არის პრობლემა, რომ კოლუმბიელია აჰა და ფიფქია არ არის. ანუ ხო you know what I mean. Snow White ხო ხო, რეიჩელ ზეგლერი. ზეგლერი ხო. ზეგლერი რა არის კოლუმბიური გვარია რეიჩელი სანამ კოლუმბიის სახელი მაიცა ისა და ბევრ კოლუმბიელს იცნობ? მე ვნახე რომ დედოფალი არის ისა გალგადოტი. გალგადოტი რომელიც ძალიან ცუდი მსახიობია მსახიობობაში პოტენციალს ვერ დაუწერთ. კაიქალია ზოგადად რა ნეგნობ თუ ლამაზი ალბათონი. ფანზი მსახიობია ძალიან ცუდი მსახიობია ძალიან მაგრამ მაიცა გალგადოტი ანუ ეს იგი მაგ ფიფქიაში არის მომენტი როდესაც გალგადოტი სარკეს ეკითხება რომ ვინა ყველაზე ლამაზიო და ისე უნება რომ შენ არ ხარ ეს არის მაგაზე ბევრი რეგლერიო დროგვარია რეიჩელია შენზე ლამაზიო ბევრი გადაობა არის მაგაზე რო ეკითხება ბიჭო ხო რავი რო ათამაშო მსახიობი აი ფიფქის როლში რო ათამაშო აი აპრიორი ყველა რო ამბობს რომ ლამაზია ეგეთი მსახიობი რა დედოფლის როლზე ვინ უნდა ათამაშო მაშინ ანუ აი დედოფლის როლზე ათამაშებ ვიღაცას რომელიც ის არის არც ისე ლამაზია თუ ლამაზი რო იყო და ცოტა ასაკი შეეპარა რა იმიტომ რომ რეალურად ეგრე არის ხო მან პრობლემა იმაში კი არ არის რომ ეს ლამაზი აღარ ანჯელინა არის ჯოლი ეთამაშებინათ ისე დედოფლის მაგივრად ხო თამაშობდა რაღაც ანჯელინა ჯოლი იმაში მალიფისენტი ხო და გინდა კაკას მოუხდებოდა პირდაპირ ხო და მან დედოფალი პრობლემა იმაში კი ცოტა ასაკში შესული და მაინც ძალიან ლამაზი და ფიფქია ყოფილიყო არ ვიცი ვინ. ბევრი ვარიანტი მქონდა. დუალიპა. დუალიპა. ცოტა გავს ამ გოგოსთან რა? ჰა? ანა დე არმასი? მე იმას ვამბობ. ანა ტეილორ ჯოის. ანა ტეილორ ჯოი ეგრე მაგას უხეში ნაფთებია ფიფქიასთვის. მე მომხდოს გარეგნობით. მე მომხდოს, მაგრამ ის არ არის. რა ქვია მაგას? აი 100%-ით რო ყველა იტყვის რომ ლამაზია არ არის. მაგრამ მე მევასება. ხო და პრობლემა არ არის მაგაში რა რეალურად მაგის მამინდა რა ეგ არ არის პრობლემა ფილმის პრობლემა იყო ის რომ ჯერ ფიფქიას როლში მსახიობი აიყვანეს ფიფქიას როლში აიყვანეს მსახიობი რომელიც არის კოლუმბიელი ხო არ არის ფიფქია ერთი პრობლემა ეგ იყო არ არის ბოლომდე თეთკანიანი მოდი ასე ვთქვათ მეორე პრობლემა იყო და ალბათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის რომ მისი განცხადებები რა ვისი ამ მსახიობის რა თქვა ეგეთი ნუ ჯერ თქვენი დედავატირეო თუ ხურა თავზე მამრობით ისკესვის წარმომადგენელს ირიბატო კონტრო წარმომადგენელს ხო რა არის 1927 წელი როცა ისინიო რა ქვია მაგას ქალებიო მონები იყვნენ და ანუ ძლიერი დამოუკიდებელი ქალი და რაღაცა ხდებოდა ბაშუაში იყო ბიჭო არაფერ შუაში რო არ არის და ეგეთ რაღაცა იმის გადმოსახედით მაგიტო იყო პრობლემა კიდე ხალხს ცოტა მე მგონია რომ აქედან უფრო განუვითარდა კიდე მე იმის გადმოსახედით ფიფქია რო არის დაჩაგრული და მე ბოლოს რო უფლისწული გადაარჩენს ხო ცუდია იმის გადმოსახედით ეს უფლისწული არის სტალკერი რომელიც ყოველზე ხარ რაღაცა იმაშვება დაძრება და იმაში როგორ არის რა ქვია თვითონ დაძდებს ფილმში როგორ არის ეგ არის ხდება ეგ ყველაფერი ამას წამლავენ ბოლომდე დავაპირე დასაწყის უყურე და მე გული ამერია და გავთიშე ეგეთი რა ხდება გული რო აგერია შეჭი გენერატიული დადგმა არის რა რა პონჩი ანუ მე დამეძირი სულ მწვანე ფონზეა იდეაში გადაღებული სულ CGI-ია ანუ ფილმს თუ იღებ იდეაში ორი მსახიობი არ უნდა თამაშობდეს ხო რაღაცა იქ მუღამი აქ რა უკან მოწყობას იმას რაღაცას გადაიღებ რაღაცა მაგრამ ეხო live action-ია იდეაში მან ხო აი ხო არ უნდა იყოს ბოლომდე ფილმი უნდა იყოს სანახევროდ თეატრალური წარმოდგენასავით ეგრე არაა დაგეგმილი არა აი მას რატო იღებ რა ხო არის ისე და რავი ახლა ხო არის ეგეთი ისინის რა ანუ ეგეთი ფილმები ხო არსებობს live action-ი ანუ Disney-ის ეგეთი გადაღებული აქვს Lion King-ი და რაღაცეები ფილმებიო მე ეგეც არ მევასება ხო არა ვიღაცებს მოწონს ანუ არ მიყურებია ანუ რაღაც დავიწყე თავიდან რა მეთქი ალექსანდრეს დავისვავ და ჩემ შულზე მახლაპარაკი დავისვავ და იმას ვისავ უყურებ მეთქი რაღაც იმდენად არ მომწონა მე ის ჩავთე რა ო ეს რა მაგის მეთქი მაინც მაგრამ რას აყურებინებ ხოლმე რომელი მულტფილმები უფრო ელს ალექსანდრეს ყველაზე მაგრად ევასება ეხა 7-ის არის და 1-2 წელია გაიმენა განუწყვეტლო მარიოს უყურებს მარიოს მულტფილმი არსებობს მართლა ძალიან კაი ფილმეტაჟიანია მარიოსი მოანაზე ევასება პირველ ნაწილი მეორე არ მახნახი კაია ბიჭო ეს პატარა მულტფილმს არ უყურებს აი სპანჯბობი ეხა ბოლო დროს აი რაც
7-ის გახდა რა, 1-2-3 თვე ალბათ SpongeBob-ს გაიმ YouTube-ზე ხო დეოს რაღაცა ანისა და მაგრა გიჟივით უყურებს, მაგრა ევას. ხო, ვაფშე არ ესმის და რო დაუბრუნდეთ ისე ფიფქიას. ანუ თავარი პრობლემა არის, რომ არის ზედმეტად woke. ხო? ალბათ. სავარაუდოდ, ხო? რაც ზოგადად ხალხს ძალიან ყელში ამოვიდა სიდებილეები მაგ woke-იზმის და ეგ არის მიზეზი, ალბათ ეს გამოც ეს ფილმი ჩავარდა თორე ხა არ მგონია სცენარი რაღაც რადიკალურად იყოს შეცვლილი და 7 ჯუჯა იყოს და პრობლემა მარტო ეგ არ არის, იმიტომ რომ მაგალითი გვაქვს იგივე იმის, რა ქვია, მეფელომის. არა. ხო, მეფელომი ლომი ითამაშა შავკანიანმა და არა ერთმანი როგორ იქნება მეფელომის პრობლემა. ის რო არის, რა ქვია, წყალში რო დაცურავს, რა ქვია ბიჭო? არიელი. ხო, გამოუშვეს შავკანიანი. რაღაცა მოგებაში წავიდა, ხო, იმიტომ რომ 300 მილიონი თუ გინდა მწვანე იყოს შეჩემა ხალთევზაა. არა, ხო და საბოლოო ჯამში მაინც ბიჭო პერსონაჟია, ვინც გინდა ის იყოს, მაგრამ პროსტა სასაცილოა Snow White რო ქვია სახელი და არა, ხო და შეხედე შემადგენელი ნაწილი სახელი არის პრობლემა რომ მსახიობის კასტი შეცვალო სულიან დაჟე ისტორიასაც რა. ანუ ტიპი არ არის ეს გოგოც ვინც არის მსახიობი ფიფქიასის კი არ უნდა დაო რომ ბედნიერი ყოფილიყო, არა ძლიერი ლიდერი უნდა და რომ ყოფილიყო და ძლიერი ხალბატონი და რაღაცები და ხო, ნუ გასაგებია. ანუ ეგ მან რა პრობლემა მაქვს იცი რომ ის თემატიკა რომელიც უნდათ რომ წამოიჭრას თქვათ ამ შემთხვევაში ეგ ხო? მაგის გაკეთება, ნებისმიერი რაღაცის გაკეთება ზოგადად რაც არ უნდა იყოს, შესაძლებელია თუ ახალს რაღაცას გააკეთებ. ანუ ძველი აიღო და ეხლა მე ამას მოვარგებ თანამედროვე დროსთან შევცვლი, სისულელეა რა, როგორც არის დატოვე ისეთი. არა, როგორც არის დატოვე ისეთი რა, იმიტომ რომ ეგ ხო თუნდაც სულ რო ის იყოს რა, დახოთ როგორ რაღაცაა, იცი რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია რო აიღო რაღაც. ხო. და ჰოლოკოსტი რო ამოაგდო სიტყვაზე. იმიტომ რომ ის არის ძალიან ძიმე საყურებელია და რაღაც. ანუ ისტორიის შეცვლის ამბავში რა, ის ძალიან უარყოფითი იყო, ცუდია და მაგიტომ მოდი არ გვინდა ვითომ არ იყო. რაღაც ახლობთ ეგეთი რაღაცები გამოდის, იმიტომ რომ შენ თუ ცვლი ძველ რეალობას და არგებ ახალს, ხო? სისულელეს აკეთებ მაგით. თუ რაღაცის თქმა გინდა ეხლა, იდეის გამოტანა გინდა და იდეის გადმოცემა გინდა, ნოლიდან გააკეთე რაღაც ახალი. ძველს რატო იღებ და იმას რატო ცვლის? იყოს ისეთი როგორც არის, ხო? თუნდაც სასწავლებელია, თუნდაც საჩვენებელია, ხო? აი 27 წელი თუნდაც. ბიჭო, ხო და ანუ ახალ რეალობაში ახდებოდა 27 წელს, ხო, აგაზე რომ. და ეგ მომენტი აქვს რა. ხო და რატო არგებენ არსებულს? ეგ გამოსდით მარაზმი მე საბოლოო. ხო და მაგაშო ხალხს ეგ არ მოწონს. მაგაზე ბრაზდება ხალხი, რომ არსებულიაც არის და ის არსებული როგორიც იყო კაცო შეიძლება ცუდია დღევანდელ გამოსახედიდან შეიძლება ცუდია დღევანდელი გამოსახედიდან დატოვე როგორიც არის და დაანებე შეეშვი იმას და ახალი გააკეთე რაღაცა მაგრამ ძალიან უცნაური ზღვარია მან ხო ხტები რა მუღამი ანუ ის ჯუჯების თემაზე რა რომ CGI მოდელები ჩაანაცვლეს ჯუჯები რა და დინკლეიჯმა გამბავი ის იყო Game of Thrones სახეობი რო არის პიტერ დინკლეიჯი სწორად ხო ჩვენ გვეთამაშაო ხო რატო ანუ მსახიობები არიან ვისაც შეუძლიათ მაგ როლის შესრულება მაგრამ ამათმა ხო ხტები რა იჩალეჩეს რომ შეურაცხყოფილი იქნება ეს იმათვის მაგრამ პირიქით გამოვიდა რა ზოუკიზმი იმაშვება რა ქვია მარაზმში რო გადადის უკვე ზოუკიზმი ზოგადად ისეს მარაზმია ჩემი აზრით ხო და სად არის ზღვარი შენი აზრით ანუ სად გადის ზღვარი აი მაგალითად როგორ უნდა დავაწესო მე ბიჭო არ ვიცი აი არა დააწესო შენ გეგმები რო რა გინდა თუ არა ზღვარი სადა რა ვიცი მე ყველა ადამიანის ინდივიდუალურია ყველა ადამიანის ინდივიდუალურია ზღვარი სადა რა ჩემი აზრით ყველა ადამიანის ინდივიდუალურია მე ხა მაგალითად სიტყვაზე საერთოდ ფეხებზე მკიდია პერსონაჟი ვინ იქნება და რა ფერისკანი იქნება მაგრამ მკიდია პერსონაჟია რა ნებისმიერ შეიძლება იყოს ინტერპრეტაციაა ჯერ ეს ერთი ანა კარინინაზე რო იყო გადაობებ შავკანიანი რო თამაშა ანა კარინა ნუ კი ხა ისა სასაცილოა ცოტა ხა მე-18 საუკუნის თუ მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთში შავკანიანი ანა კარინა ხო მაგრამ ის ხო არის კიდე რა პერსონაჟია საბოლოო ინგლისის დედოფალს რო თამაშობ შავკანიანი ხო მაგრამ საბოლოო ჯამში დედოფალი არ ვიცი მაგრამ ხა ანა კარინა საბოლოო ჯამში პერსონაჟია და ინტერპრეტაციისთვის ღია რა შენ შეგიძლია ესეთი ინტერპრეტაცია მისცე ამას გააჩნია ამას რო რაში იყენებ ეხლა შენ თუ ანა კარენას დგამ და არის მე-18 საუკუნის სანქტ-პეტერბურგი მართლა და შავკანიანი ქალი თამაშობს და გამახვილებულია ყურადღება იმაზე რომ ეს არის შავკანიანი ძლიერი ქალი მე-18 საუკუნის რუსეთში მაშინ სიგიჟეა ხსიდებილია მაშინ კომედიაა სასაცილო არის ხო და თუ ინტერპრეტაციისთვის საჭიროა ეს შეცვალო მაშინ რაღაც დონეზე არა თუ ცვლი კაცო არა პრობლემა იმიტომ ნახე ეს არის დაწერილი ნაწარმოებია ხტები ნებისმიერ ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაციას წახდნენ მაგალითად შეიძლება შეცვლილი იყოს, შეიძლება რაღაცეები შეცვალო, რაღაცეები დაამატო და მაგიტო პრობლემა პერსონაჟის კონჩი არ არის. მაგრამ
სიტყვაზე ხა რეალურ ისტორიულ პიროვნებას თუ მიცვლი მაგ კუთხით, თუნდაც გარეგნობის კუთხით, მე მირჩენია ხა ისტორიულ პერსონაჟს თუ მაჩვენებ ფილმში სიტყვაზე, მიახლოებული იყოს მაქსიმალურად იმ ისტორიულ იმასთან, ხო? ხა ეთიოპიის მეფეზე თუ იღებ ფილმს, თეთკანიანი არ უნდა იყოს ის ტიპითო. იდი ამინზე თუ არის ფილმი, აი თუნდაც ისა, ხო? იდი ამინი არ არის იქ? მე შოტლანდიის განსგანელი მეფე. ხო. არ ფორესტ ვიტეკერი თამაშობს, ხო? არ შეიძლება რომ მაგას ის თამაშობდეს, შეჩემა ფილიპ სემურ ხოპანს რო ეთამაშა ახლა იდი ამინის როლი. სამუელ ელ ჯექსონი. სამუელ ჯექსონს ეთამაშა კაც შავკანიანი ის სამუელ ჯექსონს არ მოხდებოდა. იმიტომ არ გავდა ვიზუალურად მაინც და ფორესტ ვიტეკერი კიდევ უფრო. მაგაზე მინდოდა მე თქვა, ეხა გამოდის ისო რა ქვია, სერიალი უნდა გამოუშვან ჰარი პოტერზე თუ გაიგე ეგ თემა. ხო, კი. და სევერ სნაიპი უნდა ითამაშა შავკანიანმაო. ხო მე რა. აი ხო და აი ერთის მხრივ მე რა, მაგრამ რამდენად ცდება წარმოგიდგენია, ანუ იმას. რა ბიჭო პერსონაჟია. ანუ პერსონაჟია. ხომ არის წიგნში როგორც არის წარმოდგენილი და როგორც არის დაწერილი ეს პერსონაჟი. თეთკანიანი არისო? ო, ეგ წერია. არივით თეთრიაო შეჭა. ეგრე ხო აღწერაში არის. მაინც შეიძლება. ბიჭო ნახე. ხო შეიძლება სიტყვა ვერ გამიმეორე, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის. შეცვლა მაინც შეიძლება, ჩემთვის ეგ არანაირისა. აი რამდენები მაგას. მაგრამ ანუ იმის გამო როცული რომ აი შენი გაიტანო და რაღაცა და ამტკიცო, ნუ ეგ მარაზმია. ბიჭო, ზოგადად ჰოლივუდში მაგალითად არის ფილმის გადაღება რო გინდა დღეს, კოტებია დასაკმაყოფილებელი, ისე ვერ გადაიღებ. აღებული აქვს ეგ კოტები, როგორც მახსოვს ამერიკის მოსახლეობის პროცენტული გადანაწილებით და იქ არის რომ მინიმალური რაოდენობა უნდა ყავდეს ამდენი შავკანიანი, ამდენი აზიელი, ამდენი წარმოდგენილი იყო რაღაცეებზე, მე კიდე მაგისთვისაც არის საჭირო როგორც. ნუ გამეგვიდი არა, გადაღების პონჩიც რო დაფინანსება მიიღო სტუდიის მაგალითად რა, რაღაც სტუდიებს აქვს ეგეთი პოლისები. ვასაკმევამოს. რა თქმა უნდა, ხო. რაღაც ხრი მესმის, რომ არ დაიჩაგრონ ვიღაცები, მაგრამ ნუ ახლა ფილმს თუ იღებ მართლა იმაზე რაღაც მეორე საუკუნეზე თუ იღებ ფილმს, იქ ცოტა რთულია ახლა. არა, ხო და ეს ფერის კანის ფერის შეცვლა რაღაცები ხდებოდა რა. ბიჭო, მე ვაფშე არ მევასება, მსახიობი რო იცვლება ხოლმე რა. აუ, მაგრად სულად აი სერიალში რო დაიწყება რაღაცა და მე ამას ხალკი რო შეიცვალა როგორ გადაიტანა. ბიჭო, არ მევასება რაღაც აი ერთი რომ ყავს ისე რა, რომ მომეწონება ერთი ჩუვაკი ვიღაც როლში, მე მინდა რომ სუის თამაშობდეს რა, აი რაღაც ეგეთი ის მაგრამ სერიალში რო იცვლება ეგეც სუდია და ეხა ის ჰარი პოტერის სერიალებიც არის უკვე რა. ხო, მაგრამ სევერუს სნეიპს ახლა ვერ ათამაშებ, უკვე არის შეჭემა და ახლა ეგეც არ მევასება. არა, ხო, მაგრამ ტიპის შესაბამისი გარეგნობის ხო შეგიძლია იყო. ჯერ დაამთავრე და მე მოკვდი. მნიშვნელობა აქვს, ბიჭო, მაგას არ გამომაყლევ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ბიჭო, რაღაც იყო შეჭემა, პერსონაჟია. რაღაც კუთხით აქვს. აი მაგალითად, დენზელ ვაშინგტონი რო იყოს, დენზელ ვაშინგტონი, ახე, შენ ახლა რეაქცია რაზე გაქვს? იცი, შენ რეაქცია როგორ შეიძლება შავკანიანი იყოს დენზელ ვაშინგტონი რო იყოს? არა. როდო? აუ არ დენზელ ვაშინგტონი ხო გამსახიობია. როგორ არ მევასება? ხო, არა, სევერ სნაიპი რო ითამაშა ვაშინგტონმა რა გაგიტყდება? თავიდან რო ისე იყო, მე რო იცვლება მე ეგ არ მევასება. შავკანიანებს კი შენ რასისტი ხარ შეჭო. ბიჭო. გამომიყვან ეს რასისტი. კაი, პერსონაჟი. არასოდეს არ ათამაშებენ პერსონაჟი შეჭემა. ანუ პერსონაჟია რა, სევერ სნაიპის თეთრი იქნება და შავი შეჭერად შეცვალონ. გააჩნია ვინ ხა რაღაცებს ასაცილოა. ბიჭო, ნახე, როგორც თითქმის ყველაფერში, ისევე ამ შემთხვევაშიც არაფერი არ არის 100% ესეთი ან 100% ისეთი. ანუ ახლა მე რო ვთქვა რომ აი ყოველთვის ვეთანხმები იმას ყოველთვის ფეხებზე მკიდია პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი იცვლება თუ არა, თუ ის არის რომელიც წიგნში აღწერილი თუ არა, ეგრე არ არის. ანუ გააჩნია თქო, ხო გეუბნები. ანა კარენინა სიტყვაზე კიდევ ერთხელ. თუ შავკანიანი ქალი თამაშობს ანა კარენინს, მაშინ რაღაცა შესაბამისი ის უნდა კონდეს ამას. აი შენ თუ არ იმჩნევ, რომ ანა კარენინას შემსრულებელი მსახიობი არის შავკანიანი, რუსეთში მე-18 საუკუნეში შავკანიანი ქალი ცხოვრობს მარტო, არავინ არა მაგის გარდა შავკანიანი მარტო ესა ანა კარენინა. თუ არანაირად დატვირთვა ამის რასას არ აქვს, მაშინ გიჟი ხარ ხა, ნუ არანორმალური ხარ. თუ მაგას აკეთებ, მაიცე, ნათავრებინა კაცოვა. ეგ ამ შემთხვევაში პერსონაჟის ცვლილება ლაპარაკი და ეხა მოვიდა რომ ამოიღოს ცოტა და ხო, ამ შემთხვევაში პერსონაჟის ცვლილება პრობლემაა, იმიტომ რომ არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ შენ ამას პროსტა ათამაშებ რაღაცა შავკანია. ანუ შეიძლება დაჟე ძალით აკეთებ, რომ ვიღაცეებში რეაქცია გამოიწვიო და ვიღაცებმა გითხრან რომ შიქვა რა გაქვს. მაგრამ თუ ეგ არ არის მიზანი და პროსტა კარგ მსახიობს ათამაშებ პერსონაჟის როლში, ხა ჰარი პოტერი შეჭემა აზიელი ბავშვი იქნება, ისა თუ ინგლისელი, თეთკანიანი, შავკანიანი თუ პალესტინელი, აი რა მნიშვნელობა აქვს, მამე? ჰარი პერსონაჟია, როგორ შეიძლება იყოს? რა მნიშვნელობა აქვს, რატო ცვლი? ბიჭო, ხო და
შენ თუ რაღაცის გამო სპეციალურად უსვლით ხო მაგას გონდა რაღაც რეაქცია გამოიწვია და ხალხი ალაპარაკო რაღაც არა ნახე ხო და არც ვამბობ ვეთანხმები მაგრამ რო ამბობს რომ რა იმას ვამბობდი რომ ბიჭო კი ბატონო მაგრამ იმას ვამბობდი რომ ზოგადად პერსონაჟის გარეგნობას ეგეთი დიდი დატვირთვა მნიშვნელობა რაღაც მხრივ რაღაც სიტუაციებში არა აქვს რაღაც სიტუაციებში აქვს მუღამი არის რისთვის აკეთებენ ამას და არა შეიძლება თუ არა ამის გაკეთება რა გასაგებია რომ შეიძლება 1000 ფილმი მინახავს აი ის ნიკ ფიური რო არის რა იმაში Avengers-ში სემუელ ჯოქსონზე გამახსენდა ტიპი კომიქსებში არის თეთრკანიანი პერსონაჟი მერე იყო Ultimate სამყარო გამოუშვეს იქ შეუსვალეს კალისფერი და ეგ გახდა ყველა მიცის ეგ ანუ სხვებმა არიციან რომ რა თეთრკანიანი ნიკ ფიური არსებობს ხო და არის შემთხვევები როცა პრობლემა არ არის თქო და არ შეცვლიან შავკანიანი მსახიობით ზამაგის ამბობთ ახლა წითელი ხალხი ხო გაიჩითა ხო მაგრამ გინდა აი კაიხანი არსებობს როგორც ვიცი სანამ ჰალკს რო იმაშევოდნენ ხო წითელი უნდა ყოფილიყო ვაფშე და მე მეც მინახავს просто ვიცი რომ ჰალკს პოლიციის თოლაკს თამაშობს ნიტო ლურჯი უნდა ყოფილიყო რა რომელიც სხვა ფერი უნდა ყოფილიყო და რაღაც გაპარული შეცდომის გამო გაიჩითა მწვანე ჰალკზე ამბობ გაიჩითა იმის გამო რომ ხო კონტრასტი შეცვალეს ბიჭო არა რაღაცა ფერი ვერი ბეჭდებოდა თუ რაღაცის გამო არის შეცვალეს სხვა ფერი უნდა ყოფილიყო შეჩემ მეც ხო მახსოვს კომიქსში ვერი ბეჭდებოდა ეს ხო მაშინ ვერ ბეჭდავდნენ სხვა ფერს და მაგ პონჩი გაიჩითა მწვანე რა შეიძლება წითელი რო შევაჯამოთ სამარილე ეს თემა ეს უნდა გადავერხლო ხაზი გაუსვა არის შემთხვევები როდესაც ვიღაცა იტყვის დათრაო არა არის შემთხვევები როდესაც პერსონაჟის შეცვლა წიგნში როგორც არის აღწერილი ის თუ არ ემთხვევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არის შემთხვევები როდესაც პრობლემას წარმოადგენს ამაზე დავაყარე ხო ნუ მოკლედ ფაქტის წინაშე რომ დავდგე ნახე შენ თუ გინდა მაგალითად შენ გინდა რომ დადგა რომეო და ჯულიეტას პიესა ძალიან გინდა რომ თამაშობენ რომეო და ჯულიეტას პიესა გინდა დადგა და ხარ სომალელი და სომალიში უნდა დადგა აი ახტება როგორ შეიძლება შავკანიანი რომეო თუ აი არ მithkoms ეგ არა იქ რაც გინდა ის საბოლოო ჯამში მაინცთან მოათრევე საბოლოო ჯამში მაინც ხალხმა გადაწყვეტა ეს ყველაფერი და კომენტარებს აგიკითხავ ახლა რას წერდნენ ამ YouTube ტრეილერს ქვემოთ რა ფიფკის დავაი გამოვშ ეს ფილმი თვითფრინავში ჯერ რა მაგრაწერია მაგრამ კაი რომ მენახა მაინც გარეთ გამოვიდოდიო აჰა გადახტებოდი პრეზიდენტიან ფიქრობ ხო ოკეი რო გამოერთო ისე არა ძალიან დრამატად კაი ხა ტიპმა რა გაეთიშა ისე ნუ შეიძლება რაღაც ფინალში აი გარი კიდე რა ბიჭო აი არ უყურო შეჩიმა გაძალებს ვინმე აი ეს არის ჩემი ფავორიტი სხვათა შორის ტრეილერი მანდომებს რომ ტელევიზორზე დავждე და ტახტს უყურო აჰა ოკეი ან ფანტაზიის უნარიც აქვს ადამიანს ძალიან კარგი. ამ ტრეილერის ყურებაში არაფერი გადამიხდია, მაგრამ მაინც ვითხოვ რომ ფული უკარგავდა. ეგეთი არის, დამაინტერესა ხომ უყურო მე. ჯობს ეჭელი ყოფილიყო CGI-ო? ეგეც ეგ იდეა მე ისე მქონდა. ეს ახლა ხალხი შემეცოდა ცოტა. აი ეს არის ყველაზე საშინელება. ტალახისფერი და 7 Discord მოდერატორიო. აუ აი ეს არის ყველაზე აი ნუ ტალახის ხო როგორ არის Snow White თან ირითმება ალბათ ანუ ტალახის ხო რა ხო მაგრამ Snow White-თან ირითმება ალბათ და მაგიტო ის შრეკში რო არის მეფე დაბალი ტიპი მეორე შრეკში ეგრე რატო თამაშობს ფიფკიას ოკეი სარკები მითხარი რატო არის კინოთეატრის ადგილებიც არიელი ბიჭო ხო ძალიან ანუ ხალხს ანუ კომენტარებით ამ შემთხვევაში ისევე როგორც მივხვდით რომ ბევრი ლაპარაკე იმაზე რომ ჩემი აზრით რაღაც სიტუაციაში პერსონაჟის შეცვლა არ პრობლემას არ წარმოადგენს რაღაც სიტუაციაში წარმოადგენს იგივე არიელი შავკანიანი რო არის ვაფშე კიდია აი რა მნიშვნელობა აქვს მაგას მაგრამ ფიფკია როცა ქვია სახელი პერსონაჟს ხო ფიფკია უნდა შეესაბამებოდეს მაგას გეუბნება შეჩემა ამდენი ხანი ესე გეკაიფები აი ის არის ვიცი კახეთში იყო კი არა სად იყო ეგ ზედმეტსახელები კახეთში იყო აი პირიქით რო არა აი რო ეგ არ არის მაგრამ მაგას ხელი რო არა აქტივს და ორხელას რო ეძახიან ის კი იმიტომ რომ ხელი არ აქვს და ხო ცალხელს ვარ დაუძახენ და ორხელა გოგიან რაღაცა
პირიქით რო ეძახიან რა. ფეხი რო არ აქვს და ოქტოპუსს ეძახიან. ფეხი რო არ აქვს და ოქტოპუსს ხო. აი რაღაც დაახლოებით ეგეთი და ესეც ეგრე გამოდის, მაშინ кайფებიან შეჭამ ამას ფიფკიას ეძახიან, იმიტომ რომ არა ფიფკიას გад. სცენარისტმა იქიდან დამიმთავრეო ეს კომენტარები და ხო, მიდი. კაი აქვს შეწერილი ისეთი ბოლოსკენ რომ აუცილებლად უნდა ვთქვა, თორე ეცხინება და Disney-ს სამყარო გაერთიანა, თქო სამყაროს ერთიანა და გზულს ეს ფილმიო. ერთადერთი ფილმი ისტორიაში, რომელსაც პირატები არ მოიპარავენ. რა. სხვა ჯორის არ არის გამორიცხული. მე ვნახე მოპარული. უკვე ნახე. მოიპარეს უკვე. Disney-ის შემდეგი ადაპტაცია იქნება მელოტი რაპუნცელი. აი ეგ იქნება შედევრი ხო იქნება. მაგას მე მითამაშებს. მელოტი რაპუნცელი ძალიან კაია, ჯეისონ სტეთემ. დუეინ ჯონსონი? დუეინ ჯონსონი. არ მოხდება უკვე. სტეთემი უკეთესია. YouTube პრემიუმი გავაუქმე რომ რეკლამა ამოაგდოს და დავტკბეო. აუ მელოტი რაპუნცელი ძალიან კაია. რეიჩელ ზეგლერი ისეთი ტოქსიკურია, აქეთ წამლავს ვაშლსო. არ შემიძლია არ დავიწყო. მე ვაფშე არ ვიცი ეს მსახიობი ვინაა თან, ანუ ცოტა უცნაურიცაა რომ ამ ხელა პროდუქციის. იმაში თამაშობს რა ქვია, შიმშილის თამაშებში როგორც მასოს. რაღაც მომენტში არის მე მგონი. ბოლო არ ნახე. ფილმი გამოვიდა 21 მარტს და ვიღაცას უწერია 3:21 ახალი 9:11 არისო. 3:21 აშუაში. 3:21, ოკეი, მივხვდი. კინოში რო ენახა სტივენ ჰოკინგს ეს ფილმიო ადგებოდა და თავის გავიდოდო კინო. ეგ ის არის მადლობა უნდა გადაგიხადო შენი ეს არის ყველაზე საშინელება რაც შეიძლება დაეწერას ალბათ. ეგ ხო ძალიან გავრცელებული კომენტარია რომ მიჯაჭული ვარ სკამს წლებია და შენი სიმღერა რო ჩაერთო მადლობა უნდა გადაგიხადო აუდიოქია ჩემი ხელით გამოვრთევ. გავიარე და გამოვრთევ. ქართული მასე არ ეწერა. ბევრზე არის ანუ გავრცელებული უცხოეთშიც გავრცელებული ის არის. რა ეხა გვაჩვენებენ ამონათდება ეკრანზეც ხალხის აზრით მეგობრებო. შეიძლება დაეთამაშა ფიფქია? შეიძლება. აი რა თქვი მე? ბიჭო, ხო ხა იდეალურად უხდება. მე რასაც ვაკვირდები. ჩემი Instagram იმითი რა ქვია, ჩემი Instagram Reels-ებით თუ Reels-ებით არა. ხო, Reels-ებითაც მე თუ იმიჟელებთ და ზოგადად იმითი რომ გადავალ ხოლმე home-ში სამი კანდიდატია, ვისაც აი ხალხი რასაც ვაკვირდები, კაცები გიждდებიან ახლა. ანა დე არმასი, სინი სვინი და ისა დუალიპა. დუალიპა. აი სამი დუალიპაზე ხო არა, დუალიპაც კაი. დუალიპას მე მიგდებ შეიძლება. ასურაჩი ცოტა მოგოტკუნებული. აი ეს არ მომწონს ეს ლოგო. დარა დურ დარდი. აი ეს ლოგო არ მომწონს. დარი ფუბლი. დური რაღაცა ეგეთია. ხო, რაღაცა ესე. აი ხო მე ეს ძალიან ზენდაიაც არ მევასება. ზენდაიაც არ მინდა. არა. ხო ეს არ მინდა რა, ეს კიდია შეჩემა. ვინც გინდა ის ათამაშე, თუ გინდა დუეინ ჯონსონი ათამაშე ფიფკიის როლზე. მე ხა მაგამ კიდია, მაგრამ ზენდაი არ მომწონს ზოგადად. ეს ეთამაშა? ხალხმა არა ზენდაია თვითონ იყო და უარს, კაი გოგოა ეგ. აი ეს კი. რა ქვია ამას? ბურჯ ხალიფა და მია ხალიფა. აა მაგედან ვიხსენებ ხო. მე მია ხალიფაც ხო ისა ირანელია თუ რაღაცა. ხო, ლიბანელი. აბა, შემდეგი. აი იდეალური გაზეთი. რა მნიშვნელობა? ის არის შეჩო. ჯონსენა. არ ჩანს. ხუმრობა იყო, ხუმრობა. აი ეს არის იდეალური. კევინ ჰარტი ყველანაირად ედგება ამ როლს. აი დეზელი შეჩება. დეზელი ზმო. ეს გინდოდა. აი შეხვამობდი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კაია. მე დეზელს ვისვამობდი დეზელს. სნეიპის, სევერუს სნეიპის. ფიფკის ულზიდან და ენტონი ჰოპკინსი. კაია. ეს გაგაკეთე. აუ ეს აცუდი. აუ ჩემიგა. დეინდევი და ძალიან კაია. ბიჭო, თმა არ უხდება. მე თუ მკითხავ დენიტრე ხო მოდი რო არ მოგატყო. დენიტრე ხო ყველაფერს შეიძლება ათამაშო. მე თუ მკითხავ აი დენიტრე ხო რა როლს უნდა ათამაშო, არავინ არ უნდა გააპროტესტოს რა. დენიტრე ხო არის მაგალითი. აი არიელის როლშიც რო ყოფილიყო დენიტრე ხო თუ არის მოსულა რა ძმა დენიტრე ხო არა. მაჩეტეთი. პიტერ დინკლეჯი აჰა აი ჩიტ. ამას ავის ეს უკვე შვიდი ჯუჯა არის, ეხლა დავაკვირდი, ფონზე ჯუჯები არიან. ვუყუროთ ძმაო. შეიძლება რაღაც სხვა გავიმეტოთ თავი, ვუყუროთ. ჩაუჯდეთ. არ მგონია მე რომ საყურებლად ეგეთი საშინელება იყოს როგორიც არის. ბიჭო, რასაც უყურე კადრებს სურვილი ნახდათ არ გამიჩნდა ყურების. სული რატომ არ გაგიჩნდეს ფიფკია და შვიდი ჯუჯას რო უყურო შეჭება. იმას თუ უყურე და მომეწონა თავის დროზე შეჭება.
რამდენი სიყავი შეჭება? რამდენი სიყავი მე? რო იჩითებოდა ხოლმე, ცოტა დიდი რო ვიყავ, მე მაგ უყურებდი ხოლმე, გაგიჩნდა. რა გაყურებინე? ეს არის ბიჭო. ეს არის იმას რატო უნდა გაგიჩნდეს ამის ეს აყლეობაა ეს. ხო, მაგას გეუბნები. იმას კიდერში ამოსულს ხო გასწორდა ძველში, ეს წირო დგას ხო იცი ის? ბოლოს დაბრეული რო დარგის ხოლმე. იქ რა საყვარელია შეჩემა და. ხო. რა ქვია მაგას? ზაური. ზაური. მე მახსოვს რომ დაბნეული. ემოციების ხო სახელები და ნუ მოკლედ რაღაცა. რა თემა ის არის რომ ერთადერთი რატომაც გაუსწორდებოდაო ეს რა ქვია ფილმიო დისნეისო, Walt Disney-ს არის ის რომ ებრაელი თამაშობსო ბოროტი დედოფლის როლს და ნუ დისნეი. ხო და ეს არის მთელი აი როგორ შეიძლება საბოლოო ჯამში რა შეგვიძლია ვთქვა ამ ფილმზე ან ზოგადად სიტუაციაზე. რამე დანახი არ მაქვს შეჩემ. ტრეილერს არ მაქვს დანახი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბიჭო, IMDb-თ რო არჩევ. ყლეობა. ანუ 1 და 6 ვთქვი ხო? 1 და 6 აქვს. ეხლა ნახე 1 და 6, აი ნახე მან IMDb შეფასებით ფილმზე შეიძლება არ შეიძლება. აი. იმიტომ რომ ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის Mad Dog Time. რომელსაც IMDb-ზე აქვს შეფასება 4. 4-დან 0 თუ რაღაცა. შენი რა არის ცოტა ეგეთი? მოგეთ, ყველა ეს ცოტა კაც მაცადერზამ. ყველა მსახიობი ძალიან მაგარია მაგ. და ზოგადად მიხარია რომ ჩემ გადაცემაში მოვიყვანეთ დატო პირველი. მე უნდა ვილაპარაკო შენ გადაცემაში, შეჭემა შენ სულ გიცავს აკოპთან და მე არ ვიქნებ. ვიქნებ. ცოტა შევეციო, შეჭემა ხო არ უნდა იმას. არ მithქო, ცოტა შევეცით. არ დაგაკუთა. თქვი? არა, არ მithქო. შემთხვევაში არის როგორ იცი, რეიტინგი ხო აქვს 1 და 6 და. ნუ ერთი ვარსკვლავი დაუწერა 293,000 ადამიანმა, ანუ იმან არა რა. ექსპერტების ის არ არის. ექსპერტებს მოეწონებათ პირიქით, მაგრამ ფილმები მოწონთ. 10-იანი. ხო და ის რა ქვია, YouTube-ზე ქონდა 2.2 მილიონი დიზლაიკი. ხო და ნახე. და ანუ ეგ უკვე ხალხის აზრია ხვდები, მან და არა რომ რაღაცა დონეზე პროსტა ანტივოუკიზმის პონჩი და იმის პონჩი იმ რომ ყელში ამოუვიდა ხალხს ეს სისულელეები მაგის გამო ცხდება მათ შორის ეგ, თუმცა მაინც მგონია რომ დაბალი შეფასება ექნებოდა მაგის გარეშეც, ოღონდ არა 1 და 6 და მეორე ფილმი არ მახსოვს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა რა. და როგორც ხშირად ხდება ხოლმე Rotten Tomatoes-ზე ძალიან დაბალი შეფასება დაუწერეს ექსპერტებმა. იმიტომ რომ არ იყო woke ფილმი და შეაფასეს ძალიან ნოლიანით თუ რაღაც შეაფასეს, ან ნოლით თუ რაღაც, ეგ გადაუარეს რა. ხო და მაგსალიცე ხო ხალხის აზრიც არის და ექსპერტების აზრი ხო ცალსაკი არ არის. ამათ დაწერეს ნოლი შეჭი. და ფილმი რო გამოვიდა ხალხმა დაუწერა 10 თუ 100, 10-დან 10 თუ რაღაც. ანუ ხალხის შეფასებით იყო და მეც ვიცი, როგორც მახსოვს, ძალიან კაი ფილმია რა, ჩემი გამოსახედიდან კაი ფილმი არის. პროსტა იმათმა, იმიტომ რომ აი ძალიან ისინი მარაზმში გადასული woke ტიპები რო არიან, იმათვის ის იყო, ცუდი ფილმი იყო, რაღაცის გამო. ხო ხვდები, მანდ ხათან ის ახლა ხანდახან რომ შეიძლება ერთი რაღაცა დაიჭირონ და იმის გამო გადაუარო. ხო და რო შევაჯამოთ, ანუ დასაწყისში ვერ გადაწყვეტო. თემა. ან რაღაც ერთი ფაქტის გამო. ავნებს ფილმებს თუ არა, ანუ ავნებს რა თქმა უნდა, ყველანაირი ეს საბოლოო ჯამში ხო შეზღუდვის თემაა იდეაში. რა თქმა უნდა. ხო? შეზღუდვაა, ხო ალბათ. ბიჭო, ანუ რა კუთხე შეხედავ, ვიღაცა მიტყვის რომ პირიქით თავისუფლება არისო და მე მგონია რომ შეზღუდვაა. ანუ ვალდებული როცა ხარ რაღაც გაკეთება რო არის აუცილებელი, ავტომატურად იზღუდები, როგორი კარგიც და ბოლო პერიოდში მაგალითად ძალიან ხშირად მიზანი რა. ბოლო პერიოდში რატომაც ამომიგდო რამდენჯერმე თუ გახსოვთ ტარანტინოს ერთხელ ჰოლივუდში როცა გამოვიდა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი აქვს ტარანტინოს, მიხედვით იმისა, რომ ძალიან თითქოს არ გავს ტარანტინოს სტილს ვაფშე, ხო? თვითონ ისტორია, ეგ ამბავი ჰოლივუდი როგორია ნაჩვენები იმ პერიოდის ლოს-ანჯელესი როგორია ფილმის, აი რაღაცა სასიყვარულო წერილია ფილმებისადმი თითქოს ტარანტინოსი და თანამედროვე ისტორია ცალკე ეს. და ის ფაქტი კიდე რომ ბოროტებაზე რომ საბოლოო ჯამში იმარჯვებს კეთილი მაინც ფილმში მაინც. ხო და მან ეგ ხო რო შეცვალა დასრული ხო? ხო, იმ როგორც Inglourious Basterds-ში რა. ეგ Woody Allen-ის გამოთქვიდან მევასება ეგ თემები, რომ Annie Hall-ში ამბობს, რომ ცხოვრებაში ისაც happy end-ი თითქმის არ არსებობსო და არ არის და ფილმში მაინც იყოს. ფილმში მაინც არის. ხო და მაგ ფილმში თუ გახსოვთ, Margot Robbie-ს ძალიან მაგარი როლი აქვს, ჯერ Sharon Tate-ს თამაშობს და მე უმეტესად აქ არ ლაპარაკობს. რო შეხედვა Margot Robbie-ს როლს, სადაც თითქმის ლაპარაკი არ უწევს, ხო, ძალიან მაგრა თამაშობს ამის ფონზე რა. აი ძალიან მაგრა და სამბეჭდავი იყო ჩემთვის რა, რო უყურებდი მახსოვს, თუნდაც ეს ემოციებს როგორ გამოხატავდა ადამიანი სიტყვის გარეშე. მე მიგდებს ახლა ბოლო პერიოდში ამდენჯერ მომიგდო პრეს კონფერენციას და ტარანტინოს ეკითხებიან და მაშინ ერთი ამბავი აუტეხეს, რომ ტარანტინომ Margot Robbie-ს სექსიზმში დასდეს ეგრევე ბრალი, რომ არ დაუწერაო საკმარისი სიტყვებიო რა და სცენარში ცოტა აქ ლაპარაკო და რაღაცა. დებილობაა წარმოიდგინე. და პრეს კონფერენციის კადრებია, რომელიღაც ისა ფესტივალია. და იქ ხალი ჟურნალისტი დგება და ეკითხება, რომ ეგეთი მაგარი მსახიობია Margot Robbie, თუ გვერდზე უზის Margot Robbie.
შენო თქვენო არ დაუწერეთო საკმარისი სალაპარაკო საკმარისი სალაპარაკო არ ქონდაო ფილმშიო რა და ნუ მიყავდა ეასნია მაკეთკენ რომ აი სექსიზმი და რაღაცა და არტიოს პასუხი რომ შეკითხოს პროსტო უარყოფო ანუ აი вообще არც გიპასუხა შენი კითხვა просто არასემაინტერესებს ნახული რა უარყოფო შენ კითხვასო რა და მე სწორი დამოკიდებულება არისო და მაგიტო უარყო არა და ამას ეცინება მარგორობის ეცინება თან იმიტომ რომ ბიჭო ხო და როგორ აი ძალიან მაგრა თამაშობს თან ძალიან ზღუდავს მე საბოლოო ჯამში განვითარებას ხო ნებისმიერი შეზღუდვა და იმის რა ხელოვნებაში ნებისმიერი შეზღუდვა არის საშინელება რო რა კუთხითაც არ უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა ხელოვნებაში არის უარყოფითი და მიმართული რეგრესისკენ ხელოვნების რეგრესის ეგ არის მაგრამ რაღაცის გამო არ უნდა აკეთებდე ისე უნდა აკეთო როგორც შენ გინდა და იმიტომ გავაკეთოთ CGI მოდელები ჯუჯების რო ვინმეს რაღაც არ ვაწყენინოთ ეგ არის მარაზმი ხო და ბიჭო თან ნახე საბოლოო ჯამში გამოდის ხოლმე რომ ისევ და ისევ მაგ ყველაფერზე ფიქრობს თეთკანიანი ტიპი ხო და ის თulis ეხა ვიღაცა თეთკანიანი ტიპი თulis რომ ამით ჯუჯებს ეწყინებოდა და მე ის პიტერ დინგლიჯი და ვიღაცა გამოდის ჯუჯებს რა და დაბალ არ ქვიათ სახელია ჯუჯები არ ქვიათ ეხა მაგათ ნუ ქართულში არ გვაქვს შესატყვისი ესე პირდაპირ მაგრამ ნუ რამშო პიტერ დინგლიჯი და მსგავსი მაგნაგობის მსახიობები მე გამოდიან და სამართლიანად ამბობენ რომ შეკო არა გაქვს ეჭე მაგრამ აი ხა პიტერ დინგლიჯი რა გინდა თუ არა ეთამაშენ არა და 7 კაცობილი მსახიობია მაგრამ ხო 7 მსახიობს რომელსაც ძალიან უჭირთ თან მე მაგ ნანახი რაღაცეები სადაც ეგენი გამოდიან ბევრი დაბალი ანუ ჯუჯა მსახიობი გამოსულა და უთქვამს რომ შეკო არა გაქვთო რა ან როლები ისე ძალიან ცოტა არის და კიდე იმიტომ რაღაცა იყო კიდე ამდენი წიწნე ატრაკებს და ერთ-ერთი ტიპი რა რაღაცაზე ეგეცე რა მე მგონი მიფიქრე შვიჯუჟის ის იყო დადგმა იყო on Broadway-ზე თუ რაღაცა და იქ პირიქით ჩვეულებრივი ტიპები თამაშობდნენ და არა ესე არ არჩე რა მაგრამ როლის ცოდნა იმათვის რთულია რა და აბსოლუტურად გასაგებია რომ რთული არის როცა ჯუჯა ხარ ძნელია ხა შენ ხო იმას ვერ ითამაშ რომელს ვერ ითამაშებს შეჩომა ხა რა გაგიჭირდებს ну აგიჯო ჯულეტა უნდა გიპოვოს შესაბამისი მაშინ რა და ყველა ეგრე უნდა იყოს მაშინ ტიბალტიც ეგეთი უნდა იყოს და მინი შექსპირი მინი პროდუქშენ ხალხი ვარ აი მაინძულე რა ეს მეთქვა ზაგაიო ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ეს მეთქვა რა კაი მოისარ ხო მოკლედ შევაჯამე მე ხა პასუხი მოვიფიქრე თუ იმეს ეწყინება ინგლისურის მოვიფიქრე ვან მე grow up ეგეც არის მე მოვიფიქრე მე მგონი ისა ბიჭო ეხლა პიტისა ჯიმი კარი გადაობს მაგრამ მანამდე მინდა ერთი პატარა თამაში ჩაგიტაროთ შენ და გუნდიშას რა ო აბა მოკლედ თამაში შინაარსი არის შემდეგი ტოპ 10 უნდა დამისახელოთ ყველაზე ნახვადი სპორტული ღონისძიებები რა ესე რო ვთქვით რა თუ მოგიგედაგენ ძრა მე ვერ მომიგებ მე ვიცი სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთი სუპერბოული გვაქვს მერვე ადგილზე ჩემო ძმაო 115 მილიონი ნახვა 5 მერვე ქალების სოფლიო ჩემპიონატი ქალების სოფლიო ჩემპიონატი ნუ იქნები დაარწმუნებული სად არის არა ქალების სოფლიო ფეხბურთში 2 მილიარდი ნახვა. შიქ ხო არა გახუიწევნა. ვა. რა მინდო მაგარი ის იქით მაგარი პოპულარული აუდიტორიად გამიკვირდა თორე მე წუყურებდი გოც. აი შეოწამართო გამიწყება კრიკეტის სოფლიო ჩემპიონატი. კრიკეტი იქნება. უეჭველია. მე შოქში ვარ. ბრანაია შოქში შეჭო ინდოეთს თამაშობს. შევინახო მე თუ უთხრა. მედი დაუშვი. მე მაინტერესებს რა სინახავ შენ ეს. ხო, შეიძლება არ გაგახსენდეს. ხო, ხალხაშორის ხალ ხედი რო ხაჩენ და რო ინახავ რაღაც. კრიკეტის სოფლიო ჩემპიონატი არის მესამეზე. ანუ მეორე ადგილზე კიდე რაღაცა გვაქვს, რასაც. ქალები არ იყო მეორეზე? არა, ქალები იყო მეოთხე ადგილზე. თავხედი მე რას ვინახავ? რა, თქვი ახლა Tour de France. შეკხვა რა, Tour de France. მეორე ადგილზე 3.5 მილიარდი ნახვა. ნანახი, რексია შეჭე, მაგრამ Tour de France ბიჭო. მეორე აგახია. და Tour de France შეჭე. ბიჭო, ხო შევინახავ. ბუმბულდონი არის მე-9 ადგილზე 25.6 მილიონი ნახვა. რატო გავწუხე ხალხი მაგას შეჭე. რა იცი? ჩოგბურთი ვიცი რაცა. აბა, გინდა რა ხო, რავი, რაღაც ჩოგბურთი აი ეს. ორი ტიპი ჩოგბურთი მეზარება ხოლმე ჩოგბურთის ყურება რა. შენ რო გეზარება სამედია თამაში ხო გისწორდება. თამაში მისწორდება. თამაში ყველაფრის მისწორდება, ყურება შენ პროსტო ყურება არ გისწორდება არაფერს თორე თამაში ეგრევე. ამის ჩოგბურთი მაინტერესებს. ჰა? ამის ჩოგბურთი მაინტერესებს. ბიჭო არ არის ფეხბურთი როგორ ის არის ეგეთი? ოდნავ უკეთესია ეგეთი. ფეხბურთი რა გინდა კარებში სულად გავარ?
აი ის ამოანათეთ რა მე ამის ნახტომი რა რასე ფეხბურთთან როგორ არის თუ შეიძლება ისო უნდა აუგდო კალა ახლა მიდიხარ 2-3 აი ბესამე არ იწლება ოლიმპიადა ზაფხულის ჩვეულებრივი მეხუთე ადგილი 2 მილიარდი ნახვა ოჩახ გიორგი ზამთრის ოლიმპიადა გაგიჭირდებოდა და 2 მილიარდი ნახვა მე-6 ადგილზე კალათბურთის ბიჭო შეიძლება იყოს all-star ჩემი ყლე არ არის all-star NBA-ის ფინალი მაგას თქვა ზოგიერთი ფინალი არის NBA-ის ფინალი ფორმულას ვიტყვი მაგრამ ვიცი რომ არ არის არა ეგ არ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეგ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნაღდი ხარ 450 მილიონი ნახვა ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეგ მე-6 არა მე-7 ხო ხო სანამ მეორე თემაზე გადავიდოდით მინდა რომ მაყურებელს შევახსენო რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და იყავით ჩვენთან ერთად რა ვიცი ჩვენც ვერთობით თქვენც ერთობით ერთად გავერთოთ და 20000 გამომწერზე როგორც ჩვენი მისტიკური პროდიუსერი გარნახობს კამერის მიღმა იქნება სხვა თამაშები და ჩელენჯები გავათამაშებთ ბევრ ლუდს და სხვა პრიზებს ფულადსაც მათ შორის გამომწერებთან ერთად რა თქმა უნდა გამომწერებთან ერთად გაბავშვთან ერთად ამ ყველაფერს ოღონდ აუცილებელია რომ იყოთ 20000 მინიმუმ პროდიუსერმა ირინა დღეს ლალია ოდეს რომ ლალი დღეს ლალის ლალი მეგრე გითხრა რომ მოდიო შემდეგზე იყოს და შემდეგ თორე რაღაცები გაირკვევაო და მოდი მანამდე ბლიცის რაღაცა კითხვები აქვს მომზადებული და მე დაგისვა ამ კითხვებს და გავარკვიოთ შენ როგორი გამიკვირდება ხა ისეთ კითხვები რომ ოსაც არ მიპასუხი 100 ბიჭო მე მგონი რომ ეგეთია ხო ბიჭო არა ხო რავი ნახოთ აბა როგორი ბავშვობა გქონდა მაგასთან დაკავშირებით არის უფრო რა ვიცი მაინც როგორი ბავშვობა გქონდა ეგ არის ჩვენი ასაკისთვის ახლა მაინც რა შენ უფრო მაინც ასაკიანი ხარ თუმცა მაგრამ პატარათი რა მაინც ის არის რა კარგი ბავშვობა გქონდა ცუდი მე ხშირად მიხვდები რაღაცეები ხშირად გვაქვს ხოლმე ეგეთი კითხვა რა ერთად 30-ზე ვითხავს რა ბავშვობაში რაღაცინებს ნაბოზა 30-ზე ვითვარ მე ჯერ კიდე თუმცა 40-ზე ვიდაც ვარ მომენტ უკვე ახლა გადავაბიჯე ახლა 40-ზე ვიდაც ცოტა ხანია ფეხი გადავყავი იქით თორე ცოტა ციფრში აბიჯებს ნელა მე იმას ვამაინც შემიძლია რომ აკაუნტი მოვახციე მაინც და თქვენ ჯერ ბიჭო შენ გასაკუთრებით კაცმა არის მე ვაპირებ და 4 დავიწერე წინასაკთან და რავი მისტერ ღვიძლი არ ვიცი რა მისტერ შავიძე ჩემი დაბოლინგება და რა იცი შენი ღვიძლი შავია მაგაზე რა აზრისაა ხალხის აუ ეგ კომენტარებს არ გიწერენ მაგის გამო ის გახსოვს როულზე შენი ხუმრობა ის რა ქვია ლოდი უფრო ეწყინა რომ დაულიეს რო გაგინეს იცი მაგაზე ალბათ რა ვიცი გიჟები არის ადამიანს მიზეზი არ უნდა ბევრი ჩემი აზრით ამან იცინა ბევრი მაგაზე ძალიან ბევრი იცი კაი ხუმრობა იყო ძალიან ჩემი აზრით ხო ვისაც არ გინახავთ როუსტი ჩართეთ იქით ოქტოპუსზე და შეგიძლიათ ძალიან შავი ხუმრობები გვაქვს ცოტნე გვიწისავით შავი ხუმრობები გვაქვს კაი ბავშვობაში საკუთარი საძინებელი თუ გქონდა ბავშვობა რა არის ბავშვობა ანუ ასაკი რა სანამ სულწოვანი გახდებოდი რაღაც პერიოდის მერე მქონდა რაღაც პერიოდი არა რა პერიოდში ქონდა გითხარი და ჩვენ ბიჭო 7 წლამდე არ მქონდა ხო და 10 წელი 7 წლის მერე ზოგადად ფიზიკურადაც ვერ მექნებოდა ანუ რომ მონდომებოდა ჩემშობლებს ცალკე საძინებელი ვერ მექნებოდა იმიტომ ფიზიკურად არ იყო ოთახი სახში და მე სხვა სახში გადავედით და იქ უკვე იყო ჩემი საძინებელი მქონდა ანუ ქონდა საკუთარი საძინებელი ეხაც არ მაქვს და ნუ ეხაც არ ჩემ საძინებელში იდგა ისა ხის პეჩი იდგა ჩემ საძინებელში რომ ზამთარში რა გავყინულიყავ ხის ხო შეშის რა შეშის პეჩი ხისგან რა დაგაგეთ შეშის ხო ხის არა შეშის მეორე ხო ერთი საპირბარეშო კონდათ სახლში თუ მეტი ორი კარგი მოუთხარ 4 ოთახიანი სახლი იყო შეჩემში ამბობ უკვე არა კაცო რა წყნეთში თბილისში ქონდა დაჟე ჩემი რა იყო შეჩემ 4 ოთახიანი სახლში ცხოვრობდი ორი აბაზანა მქონდა ხანიკ მიაფს აბაზანა ორი არ მქონდა აბაზანა ორი არ მქონდა ტუალეტი იყო ორი ანუ აბაზანა ან საბანავებელი ერთი იყო ანუ ის არ გიწევდა ხო ვაი და ვერ ვარ საბანავებელი ერთი რა სიზამ და იცი იქით მოფსავდა მეორეში გადადიოდა ხელების დასაბარად
შეგეძლო ეს მაგარი. ბიჭო, ის მომენტი არ ქონია, რა მალე გამოხვა. ბიჭო, რა როგორ არის 4 კაცი ცხოვრობდით მამაჩემი და მე და ჩემი დადა, ანუ მაინც იყო ეგ თემები. შეჩემა იქ ხანდახან ერთია ხოლმე 14 ცხოვრობენ ხოლმე და კი ბატონო, ეგ არ მეტრები ხო ვიღაცა შეჩემა. რასაგებია. ვიღაცა სამი შენ ქონდა 4 გაგატრებთ კაცო და ანუ ორი ტუალეტი თუ ვიძრობის მანიშნებელია, ავი ძმაოს აო. წნეთი რომ მქონდა ეგ მაინც თქვი შეჩემა ეგ მაინც. უფრო არის ვიძრობის მანიშნებელია, წნეთი მისვენებდი ზაფხულს. მაგრამ ეგ ბაბუაჩემის დაანტოვარია ასე რომ. ამიყიდი. შენ სახს დაასრულებული სხვენიან სარდაფი ქონდა? შენ ხო არა კორპუსში ცხოვრობდი, ასნია ქონდა ხო აბა? ანუ ნახე კორპუსში ცხოვრობდი. შენი ხო არ იყო ის სარდაფი ან სხვენიან რაღაცა სარდაფი მქონდა. სარდაფიც ქონდა. სათბილისში. ყველას ქონდა ჩემ კორპუსში. თავისი სარდაფი ყველას ქონდა. სარდაფი. ყველას ქონდა თავისი სარდაფი. ახალი აშენებული შედარებით ახალი აშენებული კორპუსი იყო ეს 90-იანების დასაწყისში აშენდა რა 80-იანების ბოლოს და სარდაფი ყველას ქონდა, სხვენიც იყო. და წნეთშიც სარდაფი მქონდა და სხვენიც მაქვს. კაი, ეს უკვე ცოტა ისეთი არის რა. ნუ დიდებს აშკარად ნაბოზარი დიდარი ვარ შეჩემ. მე აი ბიზინა და მე. შობლებს სახში სამუშაო კაბინეტი თუ ქონდათ? აი ოფისის პონჩი მოწყობილი რო ხომ ცალკე ოთახი. არა. მაწნეთში მამაჩემს ქონდა. ანუ ქონდა ეხა ეს სახლი და ის სახლი არის ორი სახლი ქონდა ვაფშე. ვაფშე ორი სახლი ქონდა ეგ კითხვებში რატო არ არის? წნეთში კი, იმიტომ რომ ჩავამატოთ ორი სახლი ქონდათ? ხო, ნუ წნეთის სახლი და თბილისის სახლი. მამაჩემს ისეთი მანქანა ყავს ნატარები თავისდროზე. 09, რომელსაც ერთი პერიოდი გაუფუჭდა გაზი, ანუ პედალი გაზის. და მუხრუჭიც. და გაფუჭებულა შეჩემა. ხო, და დადიოდა ეგეთი მანქანა შეჩემ. ძრავი არ უმუშავებდა. ხელზე, გაზი რო ქონდა გაფუჭებული. ო, სალწაკას სულ პერიოდში იყო ეს. ერთად არ ხდებოდა, მაგრამ გაზი რო ქონდა გაფუჭებული ხელზე ქონდა. და ესე რომ დაკოქავდა მანქანას. ესე და ესე მიდიოდა, ამით ატარებდა რა გაზი იყო. პროსი ქონდა ამოწეული ამაზე რა. ხელზე ქონდა, გაზს აძლევდა ხელით მანქანას შეჩემ. ვიღაცა საწოლები მოგიშალოს და ეს რო გავუკეთო. და ერთი პერიოდი მე თა წნეთში ხდებოდა ეს, მახსოვს აფხული იყო. იმიტომ ჩამომიყვანდა ერთხელ წნეთიდან, მანქანას არ ქონდა არც მუხრუჭი და არც ზადნი. ის თქვენი გაკვალულია, ბიჭო ესე რო არის ჩამოსული. ანუ წარმო მე ვგაიფოდი ქურდული მანქანაა თქო რა იმან ასტორმუზი აქვს არ ზადნი ეგეთი მანქანა იყო მართლა წნეთიდან ჩამომიყვანა დაღმარზე წამოვედით ეგ როგორ იყო ის მანქანა ცხვირით რა ჩერებდა ვერსად ფეხი ქონდა გადაყოფილი გასაჭერე ფეხით აი ესე შესულიყო დიდი ცირი რო არა როგორ იყო იცი აი ძალიან ცოტაზე ამოხრუჭებდა ხო ხელზე ქონდა მოხრუჭი თუ რაღაცა მაგ პერიოდში მარცხენაზე ქონდა და გაჩვენეთ პერიოდი ეგეთი ხო ეგრე ყველაფერი ხელზე არა არა კაცო არა შეიძლება იყო რაღაც ზაპოროჟეცები ეგრე კი იყო მე მეგონა სულ ეგრე იყო წყობილი მანქანები არსებობს მაგას არა ხო იას ნუ ხა ვიღაცას თუ ფეხი არა რაღაცა ხელზე არის აწობილი მაგრამ ნუ არ პრობლემა არ ქონდა მამაჩემს ფიზიკური პროსტა და დასასრულის გასარეცხად ცალკე ოთახი გქონდათ? ხო იცი ეს ცალკე ოთახში ერთი 4 ის. შენ მართლა ბიზინა ივანიშვილი ხო არ გონი ვარ შეჩემა რა. არ ვიცი რა გითხრა ოფისის ხვენი. ალის მოკითხე რაც გინდა. ალის კითხებია. ასაცნის გასარეცხად ცალკე ოთახი არ მქონია. საერცხის მანქანა ქონდა მაშინ. კი. ხო. ეგეც ნუ 90-იანებში საერცხის მანქანა მქონდა. როგორც მახსოვს 90-იანებში მქონდა. 90-იანებში საერცხის მანქანა რო გაქვს. მე მგონია. მე რომელი მქონდა იცი? მაგრამ რა შეიძლება ის არ იყო შეჩემა და არ მუშაობდა მაინც. 2000-იანების ბოლომდე როგორი მანქანა მქონდა იცი სარეცხი ის რო არის რა ქვია. 2000-იანების ბოლომდე 2000-იანების ბოლომდე ხო და ის რო არის 2000-იანების ბოლომდე 2100 წლამდე გულისხმობ თუ როდის 2010-იანებამდე აჰა ხო შენ რო 7-ის გახდი რა აი 2-დან ერთ-ერთ ტუალეტში იყო სარეცხი მანქანა რა გითხე 7-ის რო გახდი რამე კუში დაგეცა თქო თუ როგორ არის არა რატომ არა ის რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი ახლა შენ რო კითხოს ადამიანმა 4 კაცი ვიყავით ოჯახში და 4 ოთახიან სახლში გადავედით რა ხო და როგორ გადახვედით ვექ მაგ პრინციპით რა მახსოვს როგორ არის საბჭოთა კავშირის დროს არა ჩვენ ვიყავით 7 ოჯახში 7 ოთახიანი ვიდა არ საბჭოთა კავშირის არა საბჭოთა კავშირის დროს იყო ეგ თემა რომ ვიცის რო არის გებნელი ხო და ის სახლი რომელიც მქონდა ის ჩავაბარეთ და ეს სახლი მოგცეს თუ რაღაცა აი ახალგაზრდა მაყურებელი მყოფს და იმათ მარიცია ეგრე იყო რა ის სახლი ჩავაბარეთ და ეს სახლი მოგცეს საპირისპიროდ ანუ მიუხედავად იმისა რომ ღირებულება რა თქმა უნდა იმ სახლს ბევრად დაბალი ქონდა ვიდრე ამ სახლს მაგრამ ნუ პროსტა ეგეთი მომენტი იყო? შეგეძლო ეგეთი? ის კი ბევრი ვარ და არა კაცო შევა ბლატებით მოხდა უფრო ეს თემა ვიდრე ისე ბევრი ვარ ვერვეტევით და არა რაღაცა თემები იყო იმისი რომ ზუსტად არ ვიცი ხა მაგრამ აი მამა ჩემი ბიზა ჩემი რაღაცა რომ ასწავლიდნენ დიდი ხანი იმაში
სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაცა მაქედან ხო შეღავათები კი არა და რა თქვია მე პირიქითაც ვიჩვენ თუ მაგალითად დედაჩემს აქ მოყოლილი იმიტომ სადაც მამამდე ცხოვრობდი დედაჩემი ცხოვრობდა მან რა ვერიდან მან გადავიდნენ სადაც ცხოვრობდა და პატარა იყო სასტუმრო და ახსოვს აჭარა რო არ იყო ჯერ კიდე ეგ პერიოდი სასტუმრო აჭარა არ იყო და მან ცხოვრობდა ვიღაც ტიპი იმის იქით არაფერი აღარ იყო რა აჭარა ჰოლიდეი სასტუმრო აჭარა სკოლის მოხსნა ჰოლიდეი ხო რა დოლიძესთან პეკინზე და მან იყო კერძო სახლი იყო და კერძო სახლში სწორად სასახლესთან რა კერძო სახლში ცხოვრობდა ტიპი და მაგის იქით არაფერი აღარ იყო არც კეპეი და არც პეკინი და კოსტავა და არც ვაფშე აღარ იყო კერძო სახლი ქონდა თავის ბაღებით ხეხილებით რაღაც და დედაჩემს ახსოვს ეგ სახლი და ეგ პერიოდი და ახსოვს რომ ვიღაც ტიპები მოვარდნენ საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტები და ეს ტიპი გამოასახლეს აქედან რომ სასტუმრო დავაშენოთ და ოროთახიანი მისცეს დიღომში შეჩემ. და ნუ აი პანიკები და ის იყო რა, ეს ტიპი ვაოდა ტიროდა ის, ანუ თუ რა დიდი კერძო სახლიდან მიდი გადაიყვანეს დიღომში თუ დიღომში არა დიდი დიღომი რა შედა. დიღომში ოროთახიანში ხო რა, სადღაც რა. ჩემ თემაში იყო ეგ რომ ჩვენც იქ ძალიან დიდი ხანია მან ცხოვრობთ რა ვერაზე. ჩვენ ანუ იმათ მააშენეს წინაპრებმა და რაღაცა და იდექში მახსოვს რომ ჩემი წინაპრების რაღაცა ქალი ბებია, დიდი ბებია თუ რაღაცა თავის ქმარს ეჩხუბებოდა და წადიო იქვეთ რაღაცა ერთი ბოძი მაინც ჩაარჭეო მონიშნა ბაზარი იყო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მონიშნეო რა ეს მიწაო რომ შენი იყოსო რა და იმან არ მონიშნა და ეხა მეც მაგ ეგეთი ისტორია ოცაპირისპირო მე კომუნისტები რომ მოვიდნენ უარ დავიწყოთ რაღაცების მონიშნა გავდა გაყვეცან ბოძები ყوار ჩავარ კომუნისტები რომ ჩემი მას დიდ ბაბუ დედაჩემის ბაბუას. ანუ დედაჩემის ბაბუა იყო, როგორც ვიცი, დიდარი კაცი იყო რა, იმიტომ რომ ის იყო ზინგერის წარმომადგენელი იყო. არა. კომუნისტებამდე არა. იყო მაგის დაჭუკარი. კომუნისტებამდეა რა, კომუნისტებამდე პერიოდშია. ის ბაითი იყო ის 4 ხერში ვერაჯი. ეს იყო ზინგერის წარმომადგენელი თბილისში შეჩემო. ზინგერი რო აქტუალური როდის იქნებოდა ხო წარმოგიდგენია, სადაც ზინგერი ეხლა საკრავად მანქანა. ხო და ამ ტიპს ჰქონდა ფონი ჭალაში თუ არ ვცდები. მთელი უბანი მქონდა რა, ანუ აი უერთი კვარტალი იყო ამისი, დიდი სახლია, დღესაც დგას ეგ სახლი რა, ამისი იყო თავიდან ბოლომდე რა. და კომუნისტები რომ მოვიდნენ, ყველაფერი იმასკენ წაართვეს და კუთხეში ორი ოთახი დაუტოვეს და იქ შეასახლეს და აქაც ვიღაცები შემოასახლეს რა. მთელი ის იყო, აი სასახლე ქონდა, სასახლეში ცხოვრობდა ტიპი რა. სამაგიეროდ იმათ როგორ გაუხარდათ? ექსკლუზიურად გარაჟი თუ ქონდა, თან რამე საპარკინგე ადგილი საზიარო თუნდაც რა. ქონდა გარაჟი. ეს უარ ქონდა საკუთარი რაღაცა. საკუთარი არა, მაგრამ დოლიძეზე სადაც ცხოვრობდი, იოსელიანის 2 ნომერში, სადაც შემშობლები დღემდე ცხოვრობენ. ფარეხები იყო და ერთ-ერთი ფარეხი იმ ალბათ 15-20 სადღაც ფარეხიდან, რომელიც იქ ეზოში იყო, ერთ-ერთი ფარეხი მამაჩემისაც იყო კი. კაი, რაიმე სახის კომპიუტერი გაჯეტი ან მობილური თუ გქონია ბავშვობაში? მობილური მქონდა. ძალიან ადრე ფოტოშორის. არ ქონდა დენდი რაღაც ისინი. კი, მაგრამ როგორ მქონდა ხოლმე იცი? მინიატურები და რაღაცები. სიდიდრეზე თუ მეტყველებს? არა, როგორ მქონდა იცი? მეტყველებდა ალბათ. არა, ნახე როგორ მქონდა? საქართველოზე ბაზრობ თქვენ. მე ხო მობილური ვიღაცა მაჩუკა. არ მახსოვს ვინ. ამაჩებს აჩუკა ვიღაცამ რა. მობილური ძალიან ადრე მქონდა, მართლა პატარა ვიყავი შედარებით. ჩემ კლასელი, ხო. შენ შემთხვევაში პატარა მქონდა მე ეს მანამდე მქონდა რაღაც დიდი ისა, Sony Ericsson თუ Nokia, Sony Ericsson იყო. Sony, გერდა Ericsson, Sony Ericsson არ იყო, Ericsson იყო მაშინ. და ვიღაცა მაჩუკა და კლასში მქონდა მე მარტო თავიდან მობილური და მე ერთ კლასელს და მე რაღაც 2 თუ 3 კაცს მქონდა რა. აფიშამჭირდებოდა რეალურად. ფიჭო არ მახსოვს, მე-8, მე-9 არ მახსოვს. ბოლო კლასები იყო ერთ-ერთი რა. რომელი წლებია? 90-ების ბოლოა. PlayStation-ი? ზარზე რო დამიყვა. PlayStation. ზმაკას მოხარ გაჩუქა. PlayStation ზმაკას მომაჩუქა. შარშან, გავა. რა კაია ზმაკაც. PlayStation პირველის მერე PlayStation-ი არ მქონია. აბრუნებს მაცივარში ლალი. შენ გაკ. PC მქონდა. ლუც გამოვიძახებ. რამდენ ფულს გატანდნენ ხოლმე სკოლაში მშობლები? არც არ მატონდნენ. ფული არ არსებობდა. ისეთ სკოლაში დადიოდა, სადაც აჭმევდნენ შეჭ. აჭმევდნენ არა, ყლე ესეც შემო. არ მატონდნენ არაფერს, რავი, ლარი მოეცა რაღაცა მომაჩა. ეგ ფული არ არის შეჭება? სკოლაში აჭმევდნენ. შენ დროს შეჭმა ლარი ის იყო. სკოლაში აჭმევდნენ შეჭება. ბიჭო, ბუფეტი თუ რაღაც არ ქონდა. აი, შენამდეც სკოლაში რამდენი მიქონდა ხოლმე? ნუ 50 თეთრი. ეხლა რაღაცას მაძლევდა ალბათ ამაჩემს როგორც მახსოვს. როგორ ვიცი რა? ხო. მე-6 სკოლაში რო დავდიოდი მე-4 კლასამდე. მანდ იყო ბუფეტი იყო, მაგრამ არ მუშაობდა. შისტოიში? ხო. მაგრამ მორიელი უფრო მეტი იყო იქ. ო, შისტოიში პეტრიაშვილზე არა, ბარნოვზე იყო. მორიელი უფრო მეტი იყო სკოლაში რა, ვიდრე მოსწავლე. მორიელი.
მორიელი არსება მორიელი ისი? რატო? იყო რავი დადოდიალოდნენ ეგ სოლაქში არიან. კი, თაცმინდაზე არიან ზოგადად. შენ რამდენი სათანა ეხლა? ხო, მაგარი შეცვლილია ეხლა მაგალითად ალექსანდრეს იმას არ ვატანთ რა ქვია. ბარათზეა, ხო? როგორც არა, აი ბარათიც არ გვაგაკეთებული იდეაში რაღაც საბანკო ბარათი ერთ-ერთი, რაღაც პროსტა ესეც ალკე გავატანეთ. რაღაც თანხა არის ხოლმე, ესე ურის ხოლმე შეგიძლია გავუკონტროლო ან რაღაც რა. მაგას იყო გადაობა ის მახსოვს ის ისტორია, კლასელები რო დაპატიჟა თუ რაღაც. რამოდენიმეჯერ რომ მივხვდით, რომ აი ესე შედის ხოლმე. ბავშვებო დავაი და აი ესე რო არის ხოლმე, მე მივხვდი ბავშვია. ლიმინირებული უნდა კონდეს ბარათი, თორე შენ ამას გატანდნენ. ბიჭო, მე რუბლებში იყო. არ მახსოვს, რავი, აი მართლა არ მახსოვს. მე მახსოვს, რომ ნუ სადღაც აი უხეშად ქართულ ფულზე რო გადმოვიტანოთ, ალბათ იმ პერიოდში რაც ლარობდა 5 ლარი ალბათ რა. შეჩემა 5 ლარი? 5 ლარი რა? მამაჩემს ხელფასი ხوارა. ბიჭო, არა, სიგარეტი მქონდა საყიდელი. ლუდი და სიგარეტი მამაჩემს ხელფასი მქონდა 30 ლარი. ხო, ეგრე, ბიჭო, არა, ანუ ნახავიდან ლარები რომ შემოვიდა რა. 5 ლარი on დღევანდელი იმით გულისხმობ რა. დღევანდელი 5 ლარი. მაშინ ხომ მეთქი მაშინდელი 5 ლარი შეჩემა. თორე არა, მე მახსოვს იმ დროინდელი 5 ლარი როგორი იყო არ ვიცი. მე მახსოვს რომ 5 თეთრიანებს ვიღებდით და შეშის ფეჩში პატარა ოთახი კონდა ხოლმე იმაში ვაგდებდით და ყვითლდებოდა 50 თეთრიანად ვასაღებდით რა ციგანი ქალი იყო ქვემოთ ციგანი შეხავი მაგას თუ აკეთებდი მე ციგანი ვერ გავხდი ეგ სვაუდი 5 თეთრიანი რო ყვითლდებოდა ვასაღებდით როგორ ციგანი იყო ის კალა რა ქნა რა შეჭერმა ახლა ციგანი იყო ციგანი ვერ ხედავდა იმას 500-ს და 50-ს გავხდი მე იმაში ოკეი უნივერსიტეტში მე შემარქვეს პენჯერამ მატალიანო ალექსანდრე შემარქვა ეკლიჩკა მაგრამ ის მართლა ციგანი ქალი იყო და მან ჩავდიოდი და 5 თეთრიანებს ვასაღებდი თვითონ 10 თეთრიანი თვითონ 50 თეთრიანი იყო და რაღაცა ერთი სმაგერად 10 კევს ყიდულობდით მაგრამ მე ვიღაცამ ვერ გააყვითლა კარგად და გაიწვით და ატყნეს ის ტიპი და მან ჩავარდა ეგ ბიზნესი მან მე საძებნელი გახდა მოშორებული მაღაზიები და მე იქაც ვიღაცას აღმოუჩინეს და მე ძალიან გაბაზრდა და მე უკვე ვეღარ აკეთებ შენ ხარ პოპულარული სიტყვა შეჩემათი მართალია აი მე ვარ პოპულარული მაგითი აკაი ხომ მივხვდი რასაც გულისხმობ შეჩემათი შეჩემა შეჩემა რასო ვიცი შეჩემა ეხა რავი პოპულარული რატო ვარ მაგითი შეჩემა ბიჭო ძალიან აი შენ პაროდიას თუ აკეთებს ვინმე შეჩემა ამბობს მაგ სიტყვას რა შეჩემა გაგიჟდი შეჩემა ხო და ახსენე ძალიან შეუთმოა ვიღაცას ეწერა კომენტარი რომ ძალიან ხშირად ამბობ და შევწუხდი მეც რომ აი მართალია თქო მაგრამ ვერაფერს ვერ უშვები ვერაფერს ვერ უშვები ეგ მაგ სიტყვის ის გვაინტერესებს რა იცი არ იცი არ აქვს მნიშვნელობა შენი აზრით რას ნიშნავს საიდან შეიქმნა როგორ შეიქმნა და ესე შემდეგ არც არ ნიშნავს ეხლა როგორ წარმოგიდგენია ეხლა არც არ ნიშნავს აშკარად ეხლა არის გაწყობს შენ არა ციკია რა ციკია აი როგორც სიმონტო რაღაცა ეგეთ ტოსავი ტო და ტოც ხო რა ტო არის შემავსებელი რა აი რაღაცის შემავსებელია დროის ეძახიან ხოლმე მაგას დროის შემავსებელია რა რეალურად სამაგიერად ტოს ამბობ რა ბოლოსში სიტყვაზე მაგრამ შენ შეჩემას ამბობ მაინც ტოსაც ამბობ ხა მაგრამ ნუ გააჩნია ტოს უფრო გაბრაზებული როცა ვარ მაშინ ხმარო ხო შეჩემავ ვინმესთან უცხოსთან კი ძალიან ეხავს ვიღაც ერთხელ გინაღამ ვიჩხუბეთ კიდე ზოგადად ანუ ეხლა სხვა პერიოდია რო ეხა შეჩემა უცხოსაც რო უთხრა რაღაცნაირად იმას იზავთ რა გაანეიტრალებთ რო შუტკა გახსენით უკეთებს არა ნუ რა შევა არ გახსნა შუტკა მაგრამ გაანეიტრალებ რა მიხვდება ყველა რო შენც მიხვდეთ და აუგა მე ისეთ პერიოდშიც მithქვამს ვიღაცებისთვის როცა შეჩემაზე კი არა აი პროსტა გახედვაზე რო ჩხუბი შემოხდარიყო რა 90-იანებში როვნები რა აი მახსოვს სადაც 80 ცოტა დაძაბული ბაზარი გქონდა ვიღაცა მე და ჩემი კლასელი ვიყავით და ვიღაც ორი ტიპი იყო სოლაქში რა პროსტა ეს უცხო ტიპები რაღაცა შემთხვევით ქუჩა აი რაც ახსოვს ამ მოხდა რა და უცებ აი ძალიან ყველა სიტუაციას რო აკონტროლებ ვიცი რაღაცა და უცებ შეჩემა უთხარი ტიპს ის გამბოყლებდა ვერც მიხვდა უცებ ხან თან არ იყო მიჩვეული უცხო ტიპი და მეც ხან მივხვდი რომ აშკარად უკვე საწყუბარი თემა მივეცი იმ ტიპს მაგრამ არაფერი მოხდა მაგარი ხიჟი ეგონე რომ ეგ უთხარი და ბიჭო არ მოყოლია არაფერი მაგრამ მურდარი მქონდა მეგობართან ერთად ვიდექი და ორი ახალი გაცნობილი ტიპი იყო რა ჩვენთან ერთად და რაღაცებს ბაზრობს რაღაცებს აი პროსტა არ აქვს მნიშვნელობა რაზე იყო საუბარი არც მახსოვს დაშე პროსტა მახსოვს რომ უცებ ხო და ესე იყო და შეჩემა მე
ხო გაიგეთქო რა, მე ჩემს მაგას მოვკიდე, შეჩემა. უნდა იმას, უნდა მოახვევინო. ყველაზე არადამაჟერებელი იყო, აი ყველაზე არადამაჟერებელი. საკმარისია, როცა და საკმარისია. ხო, რას ნიშნავს ეგ სიტყვა? ბიჭო, მნიშვნელობა არის უნდა თქვა მაშინ სიტყვები. და უშვილდაც ვარ მოგერიდოს. თურმე ლო არის ვიცი აი ესა. შეჩემის რა იგულისხმება ზუსტად ბოლომდე არც ვიცი. მაგრამ ნახე ვინ არის ის მე მგონი. ხო და მნიშვნელობა არა, ანუ ეგ არის შეჩემა არის სიტყვა რომელმაც თავისი პირვანდელი მნიშვნელობა რაც ქონდა, ის დაკარგული აქვს. აღარ არის იგივე მნიშვნელობით. ისე როგორც ბევრი სიტყვა ბევრ სიტყვას ემართება. ბიჭო, ხო, ბევრი სიტყვას ემართება ეგ რა. ბევრი სიტყვა არის რომელიც რაღაცა პერიოდში მნიშვნელობას კარგავს რა და ის აღარ აი ნაბოზარო აი სიტყვაზე. ნაბოზარო გამოთამო პირდაპირ გასაგებია რაც ხო და მაგ კუთხით ხო ნაბოზაროს ყალბობ აი შეპროჭო. მაგას ვიღაც რო დაინახა. ეს ნაბოზარო. ისა რა ანუ იმ მნიშვნელობით აღარ არის რა მნიშვნელობით შეიქმნა ეგ სიტყვა ის. პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში პირველი თემა რაც განვიხილეთ რაც ჩავშალეთ კომენტარები წავიგეთ მაგ საკითხთან დაკავშირებით მეორე თემა იყო შეჩემა ასე რომ ჩავთვალოთ რომ იგი იყო მეორე თემა საუკეთესო კომენტარებს ავარჩევ შემდეგ გადაცემისთვის და საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს გადაეცემათ ხო ლუდისას სასაჩუქრე ნაკრები შეჩემას წარმოშობაზე თუ იქნება მე მაგალითად მაგას უფრო დაუჭერდი მხარს იდეალურია ხო თქვენი იდეები შეჩემას წარმოშობაზე და ესე შემდეგ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 20000 გამომწერზე ჩავატარებთ დალევოს 20000 როგორ იყო ლუდის ჩელენჯებს შევატარებ 20000 გამომწერს როცა 20000 გამომწერზე როცა ავალთ არა დავლენ ბიჭები ჩაატარებენ მაყურებლებთან და გამომწერებთან ერთად ჩელენჯებს, სხვა ჩელენჯებს გააკეთებენ. სმის ჩელენჯი იქნება მათ შორის ლუდის, ლოგიკურად, ხო? ლუდის იქნება ალბათ, ხო? ლუდის, ლიმონადს არ დავლებთ. სმაჭამის. ლუდის სმის და ლუდისას ჭამის ჩელენჯები იქნება. სხვადასხვა გათამაშდება, სხვა პრიზები, მათ შორის ფულადი პრიზებიც. გარდა რატო გადაგუწყვეტე არ ვიცი, მაგრამ კაი იყოს. რა? აი ხო მოგვიწევს უკვე რომ გავათამაშოთ. აქამდე არ ქონდა ეგ ჩანაფიქრი, მაგრამ ლალი თქვა ფულადია. კი, ფულად და მანქანა იქნება სადღაც. დიდი მადლობა ლუდისას წარმოდგენს ამ გადაცემის ამ არხის წარმოდგენს ლუდისას დიდი მადლობა. იყიდეთ სადაც დაინახავთ ყველგან. ხო. ჯერჯერობით დაინახავენ ლუდის მაღაზიებში და დეილიში და სპარში შევა ცოტა ხანში. კი არა და შესულია ალბათ უკვე რო უყურებთ ამ ყველაფერს. მოკლედ თქვენიცით შებერეთ ჩვენ შევ. გაი დაამთავრე შეჩემა 2 საათი. მე დამთავრებული მაქვს უკვე, всё, ამაზე მოჩა და მომიჭახო. იმენა, ბეჭდების ზანების დასასრული გააჩნდა. რა დასალა ლუდი. ბეჭდების მესამე სერიის ბეჭდების ზანების 5-ჯერ დაამთავრა გადაცემაში. ვაიმე, აუტანე. ოიც ხალხო გამაზულია დასასრულებლად. ისი? ხალხს არა, მე მგონია შენც ხარ მაგ ერთ-ერთი. არა, მე ნახე მაგაც, მაგრამ ბევრს გამაზულია, იმიტომ ზოგი არის ადგადა წამოვიდა. გამაზულია. დასასრული შეჩა, იმდე დასასრული აქვს, რომ ზოგი მეორე დასასრულზე ადგადა გავიდა კინოთეატრიდან, ზოგი მესამეზე ადგადა, 5 დასასრული აქვს თუ რაღაც.